გამარჯობა ხალხო. გამარჯობა. დღეს შევიკრიბეთ მე და ბატონი გიორგი თბილისის საკრებულოს გილჩის პარტიული სიის კანდიდატებია გილჩიდან, ბატონი იაგო ჩვენი მერობის კანდიდატი და გვინდა დღეს ვისაუბროთ თბილისის მომავალზე. ჩვენ რამდენიმე ვიდეოც მქონდა უკვე ასე ვთქვათ გაზიარებული, სადაც დავიწყეთ ფიქრი მსჯელობა უпроსტოდ თქვენთვის გაცნობა, ვისაც ჩვენ როგორი თბილისი წარმოგვიდგენია. ცხადია ამ ჩვენ ხედვას მოყვა განხილვები, იყო პოზიტიური, იყო ნეგატიური რეაქციაც, მაგრამ თავარია ისა, რომ ჩვენ დავიწყეთ საუბარი და გვინდა რომ დღეს ამ თემაზე ისევ გავაგრძელოთ მსჯელობა და რო არ გამოგვივიდეს, ასე ვთქვათ, არ ვიყოთ მარტო მონოლოგის რეჟიმში და ერთმანეთთან არ ვსაუბრობდით, მოვიწვიეთ ამ თემაზე სასაუბროდ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ბატა გუგუშვილი, რომელიც წლებია უკვე აქტიურადაა ჩართული არქიტექტურის მიმართულებით. ბევრი პროექტი აქვს დამუშავებული, რეალიზებული ქალაქში და ბატას აქვს ხშირ შემთხვევაში განსხვავებული ორიგინალური ხედვები და მე ვთხოვე რაღაცნაირად ჩვენს დაგვეხმაროს, რომ ჩვენი არგუმენტები, ჩვენი წარმოდგენები რამდენად სწორია, ეს დავანახოთ ადამიანებს, რამდენად რეალისტურია და ასევე წარმოვიდგინოთ, როგორი კონსულტაცია მომავლის იმასე რა ქვია, თბილისთან დაკავშირებით, როგორი კონსულტაცია ხო ძალიან ხმამაღალია, უფრო მე შემიძლია ჩემი აზრი შემოგთავაზოთ და ვიკამათოთ, ხო, ვიმსჯელოთ. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ყველაფერში ვერ დავემთხვევით, ვერც წარმოდგენებში, ვერც წამში, მაგრამ სხვაობა ისაა, რომ პატა მაინც უშუალო შეხება, ასე ვთქვათ, ქალაქ გეგმარებით საკითხებთან და მოდი დავიწყოთ იმით, რა არის ქალაქი. სანამ თბილისზე გადავალთ, დავიწყოთ იმით, რა არის ქალაქი, ბატონო პატა. ქალაქი არის ეს урბანული ერთეულია, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ხდება მისი ინფრასტრუქტურის განვითარება და რასაკვირველია, ის ქალაქი თუ ქალაქია, უნდა განვითარდეს მოსახლეობის რაოდენობის მხრიდანაც. თორემ მარტო რაღაცები ააშენო, არავის არ ჭირდება, თუ ხალხიც არ არის. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის საერთოდ დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება ყოველთვის იწვევს მოთხოვნილებას საცხოვრისზე. არა მარტო საცხოვრისზე, თავისთავად თანხმლებო და კომუნიკაციაზე, როგორც საზოგადოებრივ შენობა ნაგებობებზე, ხელისუფლებისთვის აუცილებელ ატრიბუტიკაზე და ასე შემდეგ რა. მაგრამ პირველ რიგში არის დემოგრაფიული საკითხი, ასე ვთქვათ რა. დემოგრაფია განსაზღვრავს უამრავი ქალაქი ჩამქრალა, როდესაც ვთქვათ, იქ დემოგრაფიული კრიზისი მომხდარა და რაღაც სხვადასხვა პრობლემები შექმნილა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თბილისზე. ხო და თბილისში ეს არ არის ახალი წარმონაქმნი, ძალიან დიდი ხნის წარმონაქმნია როგორც урბანული სუბიექტი და არის უნიკალური ქალაქი ყველაფრით. იგივე მისი რელიეფზე გათავსებით, ის რომ ხეობაშია განლაგებული, ის რომ ულამაზესი ტერასული განაშენიანება აქვს მთის ფერდებს ხეობაში ხო არის განლაგებული, მთის ფერდებზე ძველი თბილისის ქუჩათა ქსელიც უნიკალურია თავისთავად არის ძალიან როგორ თქვა, ძეგლია პრინციპში რა. მაგრამ ეს ეხება ძველ თბილისს, რაც იყო ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, შემორჩენილი ჩვენი 1600 წლის ისტორია აქვს პრინციპში როგორც ქალაქს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ იყო განადგურებული, გადამწვარი და რეალურად სამწუხაროდ ჩვენ დღევანდელი თბილისის, აი ძველი თბილისის, რასაც ვეძახით, ეს არის შეიძლება ითქვას მე-18 საუკუნის ბოლო, ასე ვთქვათ რა. რეალურად ფრაგმენტები თუ არის, ისიც საკულტო ნაგებობების სახით, აი ანჩის ხატი და სიონია ძველი შემორჩენილი რაც გვაქვს რა. პრინციპში თვითონ საცხოვრებელი თითქმის განადგურებულია და გვაქვს მე უკვე ვაჭრების მიერ აშენებული და ასე ვთქვათ, იგივე როდესაც მოხდა საქართველოს ანექსია და იყო რუსეთის იმპერია შემოსული, უკვე იმ პერიოდში გვაქვს რა ეს
მეფის ნაცვლის პერიოდის რაღაც ისა აი урბანულად უკვე მაშინ ჩამოყალიბდა თბილისი როგორც ევროპული ქალაქი. უფრო რა, მანამდე არ იყო ევროპული ქალაქისკენ. ჩვენ კი ვიძახით, რომ ჩვენ ევროპულები ვართ, მაგრამ რეალურად სულ აზიელებს ეპყროთ ხელში რა. ძველი ისტორიული განსხვავება ევროპულ ქალაქს და აზიურ ქალაქს. ქაოტური განაშენიანებითაა დამახასიათებელი აზიური ქალაქი. აი სტამბული რა იყო სიტუაცია რა, უკიდე განაშენიანება აქვს. თუმცა ეხლა ეს ახალი მიდგომებით მასში არის აღმოჩენებული თანამედროვე უბნები. მაგრამ ის ძველი ეს ქსოვილი ქალაქის შენარჩუნებული აქვს რა. იმას თავისი კოლორიტი აქვს. თბილისსაც აქვს ეს თავისი კოლორიტი, რასაკვირველია, აქ ტერასული განაშენებიდან გამომდინარე, ძველ თბილისში ჩვენ რაც გვაქვს. კოლორიტი, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ქალაქის ძირითადი, ესე იგი, ძალა განვითარების ქალაქებში არის ვაჭრობა და ადამიანების ეს ურთიერთობა, ბიზნესის ურთიერთობა, ესე ვთქვა. ასე თუ ისე სტამბულის ქაოტურმა განაშენიანებამ თუ არა ქაოტურმა განაშენიანებამ განაპირობა, რომ ეს ქალაქი დღითი დღე და წლიდან და საუკუნიდან საუკუნემდე უფრო მდიდარი და დიდი ქალაქი ხდებოდა. მარტო მაგან არ განაპირობა. არა, მარტო მაგრამ რაღაცნაირად ხელი არ შეუშალა ამან მის განვითარებას. თბილისსაც არ შეუშალა ვაჭრობამ განვითარებას. ჩვენთვის ცნობილია ისტორიაში, რომ დავით აღმაშენება აი საქართველოს უკვე გაერთიანებული ქონდა, არაბებს ბოლოს გამოსტაცა თბილისი. პრინციპში მაშინ კიდევ არაბები იყვნენ ახლა და ანუ ყველასთვის იყო ძალიან ტკბილი ლუკმა აქაურობა, იმიტომ რომ გზაგასაყარზე იყო და აი არ არის გამოსატოვებელი ის ფაქტი, რომ იმთავითვე აქ იყო სხვადასხვა რელიგიების კეთილთანამეზობლობა. ესეც იმაშებოდა განაპირობებდა აქ საზოგადოების ფორმულებას, რომ თბილისში მუსულმანებიც, ებრაელებიც, ანუ იუდეველებიც და სხვა გრიგორიანებიც თანაცხოვრობდნენ ქრისტიანებთან და ანუ ეს რელიგიური დაპირისპირება რო არ იყო, სწორედ ეს ხიბლავდა ვაჭრობას. იმთავითვე, იმიტომ რომ ვაჭრობა არ წარიმართება, როდესაც არის აგრესიული გარემო, იმიტომ რომ მარტო ქართველი ვაჭარი არ არსებობს რა, ანუ უნდა იყოს უცხოელი და თუ ის რო ჩამოდის აქ ხდება აგრესიული რელიგიური, მაშინ ყველაზე მეტი დაპირისპირება სოფლიოში დაწყდება და პრინციპში დღესაც არის რელიგიური ნიადაგზე და თუ ეს ამ ადგილას არ იარსებებდა, მაშინ ეს არ შედგებოდა თბილისში. სტამბულში სხვა სიტუაცია, იქ ძირითადად იყო ეს აზიის პრინციპში საზღვარი იყო და მე უკვე გადადიოდა ევროპის. უბრალოდ რაც ქაოტურად მონათლეთ, ჩემი აზრით ეს უფრო ბუნებრივი განვითარება არის ქალაქის. ქაოტური კი არა, ბუნებრივი, აი მოთხოვნილების და მიხედვით იმ დროის მოთხოვნილება შეესაბამებოდა ის განვითარება დარწმუნებული არ როგორც ეს ქალაქები ვითარდებოდნენ და უბრალოდ მინდოდა დამენახა განსხვავება ქაოტურად ეგრეთ წოდებული თუ ბუნებრივად განვითარებული ქალაქს შორის და აი და რაღაც ევროპული, როგორც თქვენ თქვით, არაქაოტურად განვითარებული. როგორი რაღაცა ისეთ ქალაქი, რომელიც არ არის ქაოტურად განვითარებული, მას რაღაცა გეგმა თანსდევს. არ შეიძლება, რომ გეგმის გარეშე არაქაოტურად განვითარდეს. ანუ თუ არ არსებობს განვითარების გეგმა, არა მარტო ქალაქში, ნებისმიერ რაღაცაში, ელემენტარულად სახში მიიჩნევა, რომ გეგმით განვითარებული ქალაქი უფრო კომფორტული და თავისთავად ახლა თუ ქალაქი გეგმით, ანუ ქალაქის გეგმით განვითარება ბევრ რამეს მოიცავს რა. მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზათა ქსელის და წინასწარ გააზრებას. თავისთავად უპირველესი საერთოდ ჩემი აზრით, აი, ნუ 99% ქალაქების ესეა განვითარებული, რომ პირველი შეკითხვა არის თავდაცვასთან. ანუ პირველი შეკითხვა არის თავდაცვასთან, ეს არის პირველად თავდაცვამ და დადოს მისი მოთხოვნების აებაკუაციო სქემები და ასე შემდეგ. კრიზისების მართვის სამსახურმას, რომ განსაკუთრებით სეისმურ ზონაში ქალაქებში მეორე შეკითხვა მათთან მიდის. ჯანდაცვის სფეროსთან არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელიც საუკუნეზე ვლაპარაკობთ ჩვენ მე-20-ზე თუ მე-10-ზე. იქაურ იმ პერიოდშიც ხო არსებობდა ეს ყველაფერი, ხო? და აქედან გამომდინარე, ამათი დასმული კონკრეტული ამოცანების მიხედვით მე ჯდებიან არქიტექტორი. ხო და აიქამდე მინდა მოვიდე, აი თბილისი ხო ძალიან დიდი ხანია, ნუ მინიმუმ 100 წელი და უფრო მეტიც, 100 წელი რაც ჩვენ ვაკვირდებით, ვითარდება ამ დაგეგმარებით, გეგმებით, გენგეგმებით, არქიტექტორებით, თავდაცვის და როგორც თქვენ ამბობთ, ესეთი რაღაც ადამიანების ჩართულობით და დღეს მისული ვართ იქამდე, რომ ჩემი მოსაზრებით ძალიან არაკომფორტული არის თბილისში ყველა მხრივ ცხოვრება.
დაწყებული საცობებიდან, დამთავრებული რაღაც საცხოვრებელი გარემოსგან, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ უბანში, ამა თუ იმ კორპუსთან, ამა თუ იმ რაღაც რაიონში. ხო და აქამდე ხო მოიყვანა ეს ქალაქი რაღაცნაირად დაგეგმარებით განვითარებამ. სულ ვიღაც აგეგმარებდა, საბჭოთა კავშირი აგეგმარებდა, იმის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ეს დაგეგმარება, სულ ვიღაც აგეგმარებს, ზის ვიღაც ადამიანი, ვინც იცის როგორ უნდა იცხოვროს თბილისელებმა, სად უნდა იარონ, როგორი ტრანსპორტი უნდა ქონდეს, როგორი სახლი უნდა აშენონ, როგორი კოეფიციენტი უნდა მისცენ, როგორი რაღაცა და აი ამ დაგეგმარების პროცესში ვაგეგმარებთ და მოვედით იქამდე, რომ აი შეუძლებელია ნორმალურად გადაადგილება ქალაქში ტრანსპორტით, არ ყოფნის, არც პარკები ყოფნის, არც რეკრეაციული ზონები ყოფნის, არც რაღაც საცხოვრებელი გარემო, აი ადამიანური საცხოვრებელი გარემო ძალიან ცოტაა ჩვენ ქალაქში. ხო წეგან იაგომ თქვა ვიწრო ქუჩები მომწონსო და აი მართლაც იქ რაღაცნაირი ამ ქუჩებზე არის ადამიანური საცხოვრებელი გარემო. განსხვავებით რაღაც ფართო, დიდი, მანქანებით გადაჭედილი პროსპექტებისა, ხო? იმას თავისი ხიბლი აქვს და დანიშნულება, ამას თავისი ხიბლი დანიშნულება. არა, ისინი ერთად არიან. რა მოგვიყვანა აქამდე, როგორ ფიქრობთ თქვენ? რა მოგვიყვანა ტუპიკამდე? ანუ ჩიხამდე, საფრთხის გავლენა მაქვს, ხო ხედავ? როგორი რაღაცა ისიც რომ გენგეგმა როცა კეთდებოდა, არასოდეს ის არ იყო შესრულებული თავიდან ბოლომდე რა. ამას ძალიან ბევრი პრობლემა, ანუ თანხმოები მიზეზებია. ქართულ ჯიგრობებში. არა მარტო ქართულ ჯიგრებში, ელემენტარულად ხანდახან არსებობს რაღაცა პრობლემის მოგვარება, რომელსაც ჭირდება ის მატერიალური რესურსი, რომელიც სახელმწიფოს არ გააჩნია. საქართველოს საკმაოდ შეჭირებული ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირის დროსაც დიდად კომუნისტები თავს არ იკლავდნენ, რომ საქართველოში რაღაცა დიდი რესურსები ჩაედოთ ამის გასაკეთებლად და აქედან გამომდინარე, ნუ იქ არსებობდა თავისთავად კორუფციას და სხვადასხვა რაღაცეები. და ეს გეგმები მახინჯდებოდა. მე იყო წვეტები, აი ჩვენ რო ვთქვით, საბჭოთა კავშირი დაინგრა პრინციპში 88 წლის მერე 2005-მდე რეალურად აი რაღაც არაფერი საკითხი არ დამდგარა ამის გადასაწყვეტად. და ამის განხილვა, როგორც ცალკე ეს დევს, ეს პრობლემა და ამას შეგვიძლია 20 წლის მერე დაუბრუნდეთ, ეს არ არსებობს, იმიტომ რომ აქ ხალხი ცხოვრობს. ანუ ადამიანები იბადებიან, მრავლდებიან და მოთხოვნილებაც აქვს. შესაბამისად, მე მატულობს ეს მოთხოვნილებასთან ერთად მატულობს მათი განვითარებისათვის საჭირო ატრიბუტიკის არსებობა. აი ხა რო ავიღოთ თქვენ რო ამბობთ, აი წვრილი ქუჩები და ძველად, ხო? ძველ ქალაქებში რო ცხოვრობდა ხალხი, ტრანსპორტი, აი ძველად რო ავიღოთ, არ იყო, ფეხით დადიოდა. მერე გაჩნდა თქვა ცხენი, მერე გაჩნდა უემი, მერე გაჩნდა რაღაც კარეტა, ეკიპაჟი, მერე გაჩნდა ტრამვაი. მე მოემატა ამას ავტომობილი. და მოემატა თქვა იგივე ავტობუსები, ტრამვაები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ მომატებულმა ყველაფერმა ამ ადამიანის გადაადგილების ტემპი მოამატა. ადრე თუ ელემენტარულად იგივე ჩვენი ბავშვობა რო ავიღოთ და სიტყვა ტროლეიბუსით უნდა წასულიყავით თქვა საბურთალოს და რაღაც პერიოდი გჭირდებოდა. ეხლა მანქანით უფრო ჩქარა მიდიხარ, რომ მანქანები მოიმატა, ანუ მანქანების თვითონ ტექნოლოგიური ისწავლის, სულ რომ პატარათი მოვამატოს, აი 10 წუთით რომ მოვამატოს, ან 5 წუთით მანძილი დააკლოს უბრალოდ მისვლას, ეს უკვე საერთო ჯამში ძალიან გადაახურებს ნებისმიერ იმას ურბანულ ქსოვილს, ნებისმიერს რა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ქვეყანაში, აი იქ იყო რეკომენდაციები თბილისზე, სხვათა შორის და გამოსავალი ამისი ყველაზე კარგია მეტროს მშენებლობა რა. ანუ არ არის აუცილებელი თქვა ყველაფერი მიწის ქვეშ იყოს, მაგრამ სწრაფი მატარებელი, რომელიც უბნებს შორის ადამიანს გადაიყვანს, ეს არის ყველაზე ძვირიანი სამწუხაროდ რა, მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტური აი ამის გასატვირთი. სვანაერად მიწის ზედა ინტენსივობას ვერ მიწის ზედა ინტენსივობა, რაც არ უნდა მოაწესრიგო, აი ქუჩები ვერ იტანს. ახლა აი ბასლაინები თქვათ ჩვენმა ახლალმა ადმინისტრაციამ გააკეთა, ცდილობს რაღაცას, მაგრამ ეს ბასლაინებზე წვეტა აქვს. მე ამ ბასლაინებს იყენებს სხვადასხვა ტრანსპორტი, იყენებს ასე ვთქვათ პრივილეგირებული საზოგადოების ნაწილიც და აქედან გამომდინარე ის ნელა-ნელა 5 წელიწადში საერთოდ დაკარგავს რა. და აქედან გამომდინარე ეს ამოცანა არ გადაწყვეტა. ეხლა რო ავიღოთ ურბანული თვალსაზრისით რა, აი მე სპეციალურად მონაცემი წამოვიღე, რომ 2024 წელს მაგალითად საქართველოს თბილისის მოსახლეობა რა, რომელიც მე არ ვამბობ ტურისტებს და ასე შემდეგ. იყო დაახლოებით 1.380.000 ადამიანი რა.
ეს მუდმივად მაცხოვრებელი. ხო, მუდმივად მაცხოვრებელი. ეს ოფიციალური სპეციალურად წამოვიღე რა. და ეს თბილისის ტერიტორია არის 504.3 კვადრატული კილომეტრი. და როა იყოს ანუ თვითონ ქალაქის სტანდარტიზაციის და განვითარებისთვის საშუალო ინტენსივობაზე ერთ ანუ ჰექტარზე 20-დან 50 ადამიანი უნდა მუშაობდეს და ოპტიმალურია ეს მინდა ითვალა, მისი აზრია ეს. ეს საერთოდ სოფლის სტანდარტი ეგრე არ არის. და ანუ ოპტიმალურად თუ ძალიან დატვირთულ იმებში ურბანულ გარემოში თქვა 300 კაცამდეც ნუ შეიძლება და თბილის ამ დათვლით ძალიან კომფორტულია აქ რა 26 კაცი გამოდის ჰექტარზე. მაგრამ აქ არის ერთის მხრივ უყურებ ქაღალდზე და 26 კაცია და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემა. ეს ის არის რომ საქართველოს ყოველი შემდეგი გენგეგმა, როდესაც რომ თბილისის რომ ყოფილიყო მოსული ამ სტანდარტებთან ახლოს და ანუ კარგად რომ გამოიყურებდეს, მის ფართობს ამატებენ. ხო ხრევით, აი გარშემო ტყე მოემატება, ეს მილიონი რაღაც მოემატება და ჯამში, როდესაც ადმინისტრაციული საზღვარი მაგალითად აი ამ წრის გარდა ის მაგიდა გახდა, ხო, და ინტენსივობა იქა გვაქვს ჩვენ. ხო, აქედან გამომდინარე, გეჩვენება რომ ხაღალზე რომ კითხულობ და უცხოელი სპეციალისტსაც რომ მოიწვევ, ის აქ საერთოდ არ ცხოვრობს, ხო? იმან დახედა ციფრებს და თქვა დაგინე მშვენიერი ისე რა. რატოანება მშვენიერია წყენს თუ შეიძლება საშუალო ტემპერატურა სამართლობაში. მაგრამ პრობლემა ის არის რომ ეს სარეკრეაციო სივრცე რომელიც მართლა ამ ადამიანს ეკუთვნის, ის არის 15 კილომეტრში ამ ადამიანისგან რა. აი ეს არის, ანუ ჩვენი რეალურად თუ ავიღოთ, შეიძლება იქ 500 კაცზე გამოდიოდეს ჰექტარი რა, ანუ უბნები გვაქვს ჩვენ ეგრეს, სადაც აი კატასტროფული რაოდენობა ამისი რა და ამის ახლა იმის დალოდინებას რომ აი ეს შენობები განიცდის ამორტიზაციას და მე როდესმე მის ჩანაცვლებას მოვახდენთ და ცოტა ერთმანეთს დავაშორებთ და რაღაცა მოხდება ეს არის აბსოლუტური ანუ утоპიური გზა არის აქ არის გადასაწყვეტი კონკრეტულად ჩვენ რა გვაქვს დღეს და ამას სჭირდება აი ტრანსპორტის განვითარება ჩემი აზრით კიდე ითხოვა რომ ეს არ არის იაფიანი მაგრამ შველა ამაში არის სწორი გზა ერთადერთი ეს მეტი არაფერი არ შეიძლება ჩვენ ავიღეთ ესეთი მდიდრები რომ ინტერესებს მოდი რომ დავაკონკრეტოთ თუნდაც ბევრ თემას ვეხებით და ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდება მაყურებელს ამაში გარკვევა მოდი რამდენიმე საკითხი მაინტერესებს კონკრეტულად აი კონკრეტულად მაგალითად ჩვენ ვიცით რა მოცემულობაში ვცხოვრობთ ამ მოცემულობის ერთი კომპონენტი არის ის რომ საბჭოთა კავშირის დროს აქ იმდენად ბევრი უსახური შენობა ნაგებობა აშენდა იმდენად ბევრი ადამიანი ჩასახლდა ამ შენობა ნაგებობებში. იმდენად გაფუჭდა უკვე ქალაქის იერსახე, თუ იერსახეს შევხედოთ, საბურთალო იქნება ეს, იქნება ვარკეთილი, გდანი, სადაც ეს საბჭოთა კორპუსები არსებობს. იქ საუბარი რაღაცა ქალაქის არქიტექტურულ სიწმინდეზე, მე მგონი საუბარი საერთოდ აბსურდია, უბრალოდ აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ ესენი ამ შენობების არსებობა, ასეთების არსებობა უბრალოდ პრობლემა არის. და პრობლემა რომელიც დაგვიტოვეს წინა თაობებმა, იმ გაგებით რომ კომუნისტებმა მონობაში ვიყავით და არქიტექტურაც ჩვენ არ გვეკითხებოდა. მე სტუმარი ყავდა ერთ-ერთი ჩემს გადაცემაში, რომელსაც მითხრა, რომ ჩვენ ვეკითხებოდაო ბაღის სახლების შენებლობას, მოდიოდაო იქიდან არქიტექტურული პროექტები, საძირკველი უნდა გააკეთებინა, მარტო აქ აგური რო უნდა დაგებულიყო, ისიც კი არ შეგვეძლო შეგვეცვალა. იყო საბჭოთა კავშირის ქონდა სტანდარტები, როგორ იყო სკოლა, ბაღი, ამ ხელა ქალაქის ეგეთი. კი ბატონო, ხო და ეს უნებრივია, ომის შემდეგი ქვეყანა იყო. თუ რამე დაამახინჯა თბილისი დაამახინჯეს კომუნისტებმა შინაარსობრივად ყველაზე მეტად მათ დაანგრიეს ძველი უბნები ააშენეს რაღაც ახალი ბერიას დროს კიდე სტალინური არქიტექტურა თუ მაინც შენდებოდა კარგი იყო და მერე უკვე უბრალოდ ხრუშოვის მერე დაიწყო ხრუშოვკების მშენებლობა და ყველა პროექტი ფაქტობრივად მის მერე საცხოვრებელი სახლების საბჭოთა კავშირის დაშლამდე არის ზოგადად უარგისი იმ გაგებით რომ იქ ნორმალური მდიდარი ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს მდიდარი საზოგადოების ჩვენ ეს გვაქვს მოფენილი, ან მთელი ქალაქის ცენტრი ამით გვაქვს მოფენილი, მთელი საბურთალო პირობითად. ასე გვაქვს მოფენილი ლუცუბიძის პლატო, ასე გვაქვს მოფენილი დიღმის მასივიც, დიდი დიღომიც, ვარკეთილიც, ვაზისუბანიც, ყველაფერი. ჩვენ რაღაცნაირად გვინდა რომ ხალხს ვაჩვენოთ, რომ აი ამ თავარი პრობლემიდან, რომელსაც ქვია უსახური ქალაქი. და ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის, რომ ეს ქალაქი ყოფილიყო უსახური. მარტო ღამე არის ლამაზი. მოდი ესე შევხედოთ რა. და ეგრეა სიმაღლიდან. და მაგლიდან კი ბატონო. ახლა წარმოვიდგინეთ რომ ჩვენ გვინდა რომ მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, ამ ქალაქში მუშაობ. რო გითხრა რომ ყველაზე მაგარი ქალაქი ეს არის სამყაროში სადაც ყოფილვაროთი? არა, მაგრამ აი აქა ვარ, აქ ჩემი საცხოვრებელი ეს არის და მინდა რომ უკეთესი იყოს. უფრო ლამაზიც იყოს მათ შორის.
უკეთეს სახლებში ცხოვრობდეს ხალხი, არ იყოს ხალხი გაბოროტებული ერთმანეთთან იქ რომ ვიღაცა გარაჟს აშენებს იქ მე რომ ვიღაცა რომ აუ რაღაცა რატო შვები ამას იმას ვაზის ტალავერი აქვს მოწყობილი შუა ქალაქში იქ ვიღაცას რაღაცა ბუხარი და მთელი ამბავი რა მე მინდა რომ აი ამის ნაცვლად არსებობდეს თანამედროვე ცივილური სახლები და ეს ხალხი რომელიც ამ ხრუშოვკებში ცხოვრობს რაღაცნაირად იმ დიდ სახლებში დიდი იქნება თუ სხვადასხვაი იქნება კი ბატონო მაგრამ კარგ სახლებში ცხოვრობს იაგო ეგ პრობლემა ეს ძალიან დიდი პრობლემა მაგას 100 გადაცემა არ ეყოფა მაგრამ აი მოკლედ რომ თქვათ მაგაზე ამ საკითხს აი თვითონ ბატონი არჩილ ქურდიანის გენგეგმა როცა გაკეთდა რა ანუ ომის შემდგომი ანუ დავალება ესეთი იყო თვითონ ეს ქართველთა როგორ ამპარტაუნების მომენტია რომ თბილისი უნდა გამختارიყო მილიონიანი ქალაქი, რომ საბჭოთა კავშირს მიეცა მეტროს დაფინანსება. ანუ მილიონიან ქალაქზე ნაკლებზე მეტროს დაფინანსება არ იყო რა. აქედან გამომდინარე დასმული იყო ქალაქის გენგეგმის ისე განვითარება, რომ მილიონი ადამიანი დატეული იყო აქ. სხვათა შორის მე ვიცი მისი აზრი, რომ მე ჩემი ის არ იყო მე რო დავიბადე აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ წაკითხული მაქვს ბევრი რაღაცა და ის ადამიანები, ვინც მასთან ერთად მუშაობდნენ, მათთან ნასაუბრა და რომ თბილისის საერთოდ აი ეს ქსოვილი რაც არსებობდა და მისი კარგი განვითარებისთვის რომ განიავებით კარგი იყო, იტევდა 600,000 კაცს. ეს იყო მაქსიმუმი. ჩვენ მივიღებთ ეს იმ დროს. ხო, იმ დროს. ხო, არა, იმ დროს არ იყო 600,000, მაგრამ შეიძლებოდა 600,000 ადამიანს გაკეთება. მე კარგი იქნებოდა თანაქალაქეთების არსებობა. აი, თქვა ხო გვაქვს რუსთავი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე პრობლემა, რომ გორსა და თბილისის შორის ქალაქი არ არის. რატომ არ არის? ძალიან კარგი იქნებოდა თანაქალაქეთი. აქ არის ის კასპი რა არის? რა კასპი არის? ტრაგედია სამწუხაროდ ძალიან ჯეთი ეს ცენტრალურ ტრასთან შორს არის. და მე არ არის კარგად განვითარებული და ინდუსტრიული ზონაა და ეს საცხოვრებლად ისეთია რა. ჩვენ აი უყურეთ როგორა შიდა მიგრაცია სახელმწიფოში ისეთი მაღალია. აი შაბათ პარასკევს აღამოს რომ მანქანებში ხალხი ჩაჯდება, თბილისში ქუჩის კატარჩება ლამის რა, ანუ ყველა გადის და ყველა ბრუნდება. სასწაული რაღაც ხდება ტრასაზე. ეს რის მაჩვენებელია? ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ანუ სამუშაო ადგილები სახელმწიფოში არსებობს მარტო ჩვენთან თბილისში. ანუ ასპარეზია, ხდებით? და ეს ხალხი არის გადმოსახლებული რაიონიდან თბილისში. აურაცხელი რაოდენობა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის დღევანდელი მოსახლეობის 60% არის ჩამოსახლებული, იმიტომ რომ აქ ისინი უბრალოდ ადამიანურ გარემოში ცხოვრობენ, მეტი ინფრასტრუქტურაა მოწესრიგებულია. ხო, ეკონომიკა, ანაზღაურება მეტია. სკოლები ხარისხიანი, განათლების ხარისხი მაღალია და ელემენტარულად დენი და წყალი და გაზი, ასე ვთქვათ, გრაფიკით არ არის. არა, მისმის ხალხს ვერ აუგზავნო დედაქალაქში შემოსვლას და ცხოვრებას. დედაქალაქი უნდა მოვაწყო იმისთვის, რომ სულ მთელი ქვეყანა რო ჩამოვიდეს, პრობლემა არ იყოს ცხოვრების. როგორი რაღაცა იცით, რომ თვითონ როდესაც სახელმწიფოში არსებობს თავკომბალა ქალაქი, ეხლა საქართველოში არსებობდეს 5 ქალაქი, თქვათ, თბილისი იყოს 2 მილიონიანი, თქვათ, რაღაც ქალაქი იყოს კიდე 1,500,000-იანი, იგივე 1,200,000-იანი, იგივე კიდე 3 მილიონიანი, ეს სხვა თემაა. მაგრამ როცა ქალაქი მარტო ქალაქის სახელმწიფოსკენ მიდის თბილისი, რომ საბოლოო ჯამში მთელი რეგიონები დაცლილია და ყველა ცხოვრობს თბილისში, ეს არის ცარილი ადგილი, შეუსებელი არ რჩება რა, ზეა ჭურჭელის პრინციპია. იქ ჩასახლდება სხვა ხალხი. ის ცოტა ხანში გარშემო ტერიტორიაზე სულ ვიცხოვრობს სხვა ადამიანები. ეს სხვა პრობლემასთან მოგყვას, ერთი სხვა ხალხი არ ჩასახლდება, სოფლები თუ ვინდა მომგებიანი იყოს, იქ ბევრად უფრო ნაკლები ადამიანებიც ცხოვრობდეს და მიწები დიდი უნდა იყოს. ხო, ყველა მიწა რო გაყიდეს? არა, ყველა მიწა არ გაყიდულა, ყველა მიწა ძალიან ცოტა მიწაა გაყიდული, საქართველოს ტერიტორიის 1%-იც არ არის გაყიდული უცხოელებს. ხო, ამიტომ უცხოელებზე არ მოგობ. აი, მაგალითად, მთელი გარშემოს რაც არის დაბა, ხო? მცხეთისკენ რო გადიხარდა იქითკენ. ის იყო 100,000 მიწები. სულ გადაშენიანებები ისეთ რა.
თუმცა მთებიც არიელია. იქ არ არის ციცაბო მთები, მშვენიერი. არა, იმიტომ აკრძალულია ხალხშენებლობა, იმიტომ მერიას თვისის ანუ ბევრი სხვა ტიპის პრობლემა არის, ხო, მათ შორის ის, რომ მთელი დასავლეთი ტყეში ცხოვრობს და ქალაქში მუშაობს და ჩვენ ტყეში ცხოვრობთ, ტყეს ეგერებით ვიცავთ, რომ ხალხი შიგნით არ შევიდეს. მაგრამ აი კონკრეტულად რომ ამ თემაზე დავკონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ყველაფერს მოვედებით და მაგრამ პატა საით მიყავს იცი, მე როგორც მივხვდი, პატა იძახის, რომ აი ამ ქალაქს რო capacity უნდა ქონდეს, სიმძლავრე თუ რაღაცა უნდა ქონდეს, ამაზე მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეხლა მე ვსვავ კითხვას, რაცო ხო არის სათამჯენებით გადაპრეტილი ქალაქები, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ინფრასტრუქტურაც ისეა, რომ ასეთ ჯერ კიდე ძალიან შორს ავად ისეთ ქალაქებამდე 20 მილიონიან ქალაქებამდე მაგრამ ბიუჯეტი და იმ ქალაქების ბიუჯეტი ხო და ეხა უყურე ანუ ეგ არ არის პრობლემა გესმის ანუ პრობლემა სხვა რამეშია საითკენ მივდივართ ხო აი სულ მაგას აი ჩვენი მსჯელობის საგანი ეს არის ჩვენ მოდი შევთანხმდეთ როგორი ქალაქი გვინდა ხვალ გვინდა ეს თბილისი გახდეს მეგაპოლისი იყოს ახლა ჩვენ რო ქონდა ამას წინებზე ქუთაისზე რო საუბრობთ ქუთაისის დედაქალაქი და თბილისი ეკონომიკური დედაქალაქი რეგიონის ხო აი მაგ კონცეფციაში ეს სიჯდა რომ აი თბილისი ყოფილიყო მეგაპოლისი მოდი ესე ვთქვა ფული გვაქვს ბევრი ფული გვაქვს ტვინი გაგვეხსნა ისეთი რაღაცები მოვიფიქრეთ რომ არ ვიცი აი სამყარო დავაინტერესეთ ჩვენით ინვესტიციები შემოვიდა ბიტკოინებით შემოვიდა ყველაფერი ანუ გავიზარდეთ ეკონომიკა ძალიან და ოღონდ თბილისი გვინდა ვაქციოთ ახლა ეკონომიკა დაიძრა კარგად რო ვიცხოვროთ ხო დაიძრა ხალხი უცხოელების დაიძრა და ყველას გვიხარია ძალიან კარგი დაიძრა ინვესტორები დაიძრა როგორც დუბაიში დაიძრა ერთ დროს ესეთ ნაკადი იყო აქაც ესე აი მოდი აი ესე შევხედა ესეთი ჩვენ ესეთი ქალაქი გვინდა გესმის და როცა ამაზე ვლაპარაკობ ჩვენ ესეთი ქალაქი გვინდა აი მან უკვე წინააღმდეგობაში მოვდივართ რომ ეს ხრუშოვკებს რა უნდა ესეთ ქალაქში არა ეს ხოდა აი ესე ვიფიქროთ პატა გესმის აი მოდი აი ეს რა პრობლემები უნდა გადავჭრათ რომ თბილისი მეტრო სწორია აბსოლუტურად გეთანხმები რომ ეს ტრანსპორტის აი დავაი აკვაკლია ხანია ხიდი არა გვიშენებია 93 წლის მე ხიდი არა შევინო მტყარზე ხო მაგრამ აი მეორე რაღაცა რა მაგაზე სწორედ ფიქრობდი ხო ხშირად ხიდი რომ გააკეთო იგითკენ არ აქვს სატრანსპორტო ქსელი რომ მივერთო წესიერად რა იგითკენ ისე ახლო მოწიეს სანაპიროზე იძახი სანაპიროზე ეს ხიდი სადღაც უნდა გადავიდეს ხო აი ხა მაგალითად იმას რო გადავაჯდეთ სანაპიროს ხო და აი ეს არა უფრო მაღალი ხიდით გადავიდეთ მერიასთან რო ხიდი გადადის იქ იყო მგრევის ზონა და ის წერეთელზე უნდა ჩასულიყო რა ის შუა ადგილი ეგრე იყო სულ ეს ბოლომდე უნდა გასულიყო ბოლომდე გადიოდა წერეთელზე და საერთოდ გაჩერდა სანაპიროზე სანაპიროზე გაჩერდა იქ ააშენეს იქ ვიღაცის ძმაკაცი მოვიდა მერიაში იმან იქ ის ააშენა მეორე სახლი ააშენა მეხუთე ააშენა მე უკვე ბიზნესია მე ის უკვე ისე უყურებს და დაიქცა იქ და ისე ვიქამდებით რომ ყველაფერი კეთება არა ისე როგორც საჭირო და როგორც ადამიანებს უნდა კეთება ისე როგორც გემოვნება აქვს მერს და მერიას რა და აი წინდანა ვარ გამოსასვლელი რომ არ ჩვენი ქალაქი არ მოაწყობს ისე როგორ გემოვნება აქვს მერს აი დღესდღეობით მაგალითად თქვენ თქვით რომ ბასლაინებს აკეთებენ რომ რაღაცაო ისაო სინამდვილეში ყველაფერს სადაც აკეთებს ჩვენი მერია ჩემი მოსაზრებით ეს არის ბრძოლა ავტომობილისტებთან აი მე გუშინ მეც ვიყავი მეტროში ფეხბურთზე მეტროთი წავედი მე როცა წამოვედი ძალიან კარგია მომეწონა მაგრამ მანამდე 15 წელი არ ვიყავ მეტროში გამყოფი ნუ არ მიყვარს მეტროთი სიარული უბრალოდ არ მიყვარს ჩემი მანქანით სიარული ხო და ვისაც მეტროთი სიარული უყვარს და აწყობს იაროს მეტროთი ვისაც ავტობუსით მაგრამ მე ნუ მებრძვით რომ მე მანქანით ვიარო არა ეგ არასწორი მიდგომაა ჩემს იმიტომ რომ ეხლა მთელი რიგი ქალაქები არსებობს სოფლიოში ძალიან მაგარი განვითარებული იაპონია აიღე და გინდა ჰონკონგი აიღე აზიაში და გინდა შვეიცარია აიღე და ავსტრია რომ მეტად სასიამოვნო და კომფორტულია ლონდონი აიღე კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიარული ვიდრე მანქანით ჩემთვის მე უნდა მქონდეს არჩევანი მე უნდა შემედოს ჩემი მანქანით ვიარო მე უნდა შემედოს ავტობუსით ვიარო ტრანსპორტი მე არ უნდა შემოდო ამაზეა მე არ მიმაჩნია რომ კომფორტულია ცხოვრება დაუშვათ რა ვიცი ლონდონში არ მიმაჩნია ლონდონის ცენტრში სადაც მართლა მანქანით ვერ შეხვალ ვერსად ვერ მიხვალ მანქანით ვერსად ვერ გააჩერებ ელემენტარულად მე არ მიმაჩნია კომფორტული ცხოვრება მანქანით მაგალითად ამსტერდამში მიყვარს ეს ქალაქი მომწონს მშვენიერია როგორც ტურისტისთვის მაგრამ მე რო იქ ცხოვრობდი და ჩემი მანქანით სიარულის უფლება არ მქონდეს ველოსიპედზე უნდა გადავიდე ველოსიპედი არ მინდა ველოსიპედი უნდა შეიყო ეგ არის დარეგულირებული ქალაქებში გადასახადი ქალაქში მოძრაობა ძვირიღის შეიძლება ზოგადად $10 დღეში და თუ არ ჭირდება მაგალითად რა გვიშლის ჩვენ აი ძალიან ესე რომ შევხედოთ პრიმიტიულად ამ ამბავს აი ბევრი არ ვიფილოსოფოსობთ აი უბრალოდ შევხედოთ ძალიან მარტივად აგერ ჩვენს უკან არის ხალხი სადაც ცხოვრობს და როგორი ტიპის განაშენიანება გვაქვს
უბრალოდ ასე ამის ნაცვლად რომ შევთავაზოთ საზოგადოებას გეგმა რომ არის 30 ხრუშოვკა პირობითად დგას პირობითად ეს 30 ხრუშოვკა რა ვიცი 100,000 კვადრატულ მეტრზე მესმის რასაც ამბობ რომ მათ ინტენსივობა მოიმატოს ის ჩანაცვლდეს ეს ხალხი 20 სახლი მაგალითად 4 სახლი და 4 პარკში იდგეს 4-ვეს ქონდეს ის გზათა სისტემა და გარაჟები რომელიც ზემოთ არ დაანაგვიანებს ამ ქუჩას მაგრამ უცბად რო წარმოვიდგინოთ რომ საბურთალოს დღევანდელი ამ გიჟობის ნაცვლად რაც კომუნისტებმა მოგვიწყვეს ამის ნაცვლად და ნუ ხა მე მესმის მაშინ აი ქურდიანსაც ვერავის ვერ გააკრიტიკებ ამის გამო ზუსტად ისე როგორც პოეტი უძღვიდა ლექს სტალინს რომ ეკოდა ედიდო ის არქიტექტორი ხატავდა იმ შენობას თუ საქმე აშენებდა იმ შენობას რომელიც კომუნისტურ პარტიას გაუსწორდებოდა ჩვენ უბრალოდ რა ვიცი იმ წერლების და იმის დანახვა მარტივი იყო გადასააზრებლად რომ დაწერა აქო კომუნისტური პარტია ბელადი დაუმოთ ესა ისა მაგრამ არქიტექტორი რომელმაც ზუსტად იგივე გააკეთა არქიტექტურაში ამის დანახვა იმდენად რთული იყო რაღაცნაირად არა საბჭოთა არქიტექტურა არ იყო წალწაღებული მაგას ესეც ნუ იტყვი ანუ შეიძლება ეს ეპოქას დავაბრალოთ სხვაგაც იგივე აი რო დავასრულო რა აზრი ანუ საბჭოთა არქიტექტურა თუ არ იყო წყალწაღებული არ ვიცი მაშინ რა არქიტექტურაა მაშინ წყალწაღებული მაგრამ ამაზე მოვისმენ თქვენსაც უბრალოდ ისე თქმა მინდა იცით რომ აი რაღაცნაირად რო წარმოვიდგინოთ ის რომ სადაც უსახური შენობა ნაგებობებია მოდი ერთი წამი დავივიწყოთ ძველი ქალაქი და იმასაც ცალკე თქვენი აზრიც მაინტერესებს ძველი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით მაგრამ ერთ წამს დავივიწყოთ აი არაფერი სანერვიულო რო არ არის თელი ქალაქის 90% არის სასე უსახური შენობა ნაგებობებით. აი ამ 90%-ზე რომ როგორც კომუნისტებმა მოიფიქრეს მექანიკური გადაჭრა ამ ხალხის დასახლების. მოდი ავაშენოთ კუბიკები. შევასახლოთ ეს ხალხი. ეს ვერ გომემკვიდრეობათ. კუბიკებში შესახლებული ხალხი თან ისე რომ ეს კუბიკები ინგრევა. ახლა რომ ეგეთი გადაწყვეტა მოუფიქროთ ამას, რომ დავთვალოთ ფიზიკურად, რომ აი ამ კუბიკების ნაცვლად, რომ წესიერი სახლი მაღალი ავაშენოთ. ანუ ქალაქის გადაწყვეტილება მივიღოთ არა სიგანეში გაფართოების, არამედ სიმაღლეში გაფართოების. ამის შესაბამისად მოვაწყოთ ავტო ინფრასტრუქტურა. ან მე კი არ ვიძახი, რომ არ გავითვალისწინოთ თქვენ რასაც საუბრობთ. მე უბრალოდ მინდა რომ აი ამას რო ვუყურებ, ამას არ ვუყურებდე. გასაგებია მე რასაც ვამბობ, რომ ანუ თავისთავად არსებობს მაგაში პრობლემის გადაწყვეტა, როდესაც სივრცული განვითარება ზემოთ. როდესაც მაღალი მშენებლობაზე მიდის, ანუ მაღალი შენობები არის, მაგრამ მას აქვს უარყოფითი მხარეებიც. და ეხლა რა უარყოფითი მხარეებია რა? ესეთი შენობები მოითხოვს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის კომუნიკაციებს და იგივე აი წყალი რომ მიაწოდო თქვა 35 სართულზე, ხო? ის ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაგისთვის მზად. რატომ გეტყვი? ხო, ამას გარდა რა, ეს ძალიან 35 სართულზე ავიყვანოთ უნდა წყალი აბა. ხო, და ეხლა სახლ აშენებს წყალსაც აიყვან რა. ძალიან ბავშვური ის მოგე, ხა ის ნასოსი დადგება თუ რაღაც ტუბო დადგება თუ რაღაც დადგება, ეგ მეათე ხარისხოვანია. ანუ მის წარმოიდგინეთ რომ ამ სახლში ეხლა ეს ხალხი ცხოვრობს თქვა რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე. თქვა არის 100 გექტარი. და 100 გექტარზე არის 20 სახლი. სიტყვაზე რა, ამ 20 სახლში თითოში ცხოვრობს 1000 კაცი. კი ბატონო. ეხლა ჩვენ ამას ვიღებთ და უშვებთ სიმაღლეში. უკვე ეს ხალხი, რომელიც ცხოვრობდა თქვა 5 სახლში, ეს 400 კაცი 4 სახლში კი არ ცხოვრობს ერთში. შესაბამისად წარმოიდგინეთ ახლა ამ სახლის ინფრასტრუქტურა რადგანზე მოწესრიგებული იყოს ეს ხალხი რომ იგივე თქვენ რომ გიყვართ მანქანით რომ დაგვუნდები მანქანით სახლში. უფრო მეტი ადგილი ათავისუფლდება? არა. უყურეთ ამ სახლს ხო არ ექნება თქვა იმ სახლს აი ხრუშოვკა რო გაქვთ, სხვადასხვა ხრუშოვკები არსებობს 2 სადარბაზოზე 3-ან 4-ან. ახლა ამ სახლს ვერ ექნება 16 სადარბაზო, ხო მართალი ვარ რა? ექნება რაღაც გარკვეული რაოდენობის სადარბაზოები. ეს ისეთი კომფორტული უნდა იყოს და საკმაოდ ძვირადღირებული ორგანიზებული, რომ ამ ხალხმა ცხოვრება შეძლოს. ეხლა მეორე საკითხია კიდე, ანუ მეორე და მე არის კიდე მესამე. და ჩვენ შეგვინდა რომ იყოს კომფორტული ტექნოლოგიური. ეხლა უყურეთ როგორია ძვირიანი და ღირებული. უყურეთ რაც უფრო ძვირადღირებული შენობაა, მაღლივი, ლამაზი ფასადი, მისი საექსპლუატაციო მონაცემები გაცილებით ძვირია. ანუ მე რას ვიძახი რა, როდესაც მოლაპატრონებას იზრდება. ხო, აი სიტუაცია როგორც ოპელი და თქვათ როლს-როისის ექსპლუატაცია განსხვავდება,
მოვლა პატრონობა, ამისი სახელმწიფო სისტემების მონიტორინგი და ასე შემდეგ საკმაოდ ძვირია. ჩვენ და ჩვენ ხალხი გვინდა, რომ როცა ლიფტის ფულს არ იხდის 20 კაპიკს, გამიგე? და ეს ხალხი, იმიტომ კი არ იხდის, რომ ზოგის არ აქვს საშუალება. ზოგი უბრალოდ არ იხდის. ანუ ის ადამიანები არსებობენ თბილისში, მოკლედ ცხოვრობს რაღაც გარკვეული კატეგორია, რომელსაც მაგალითად ქუჩაში დაფუთხება, იქ რაღაცის ნაგვის გადაგდა. საქმეა, ჩვენ ხომ აქ ხალხის სტანდარტებით ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენ მაგაზე ჩვენ ვარ ვიცხოვრობთ ეს სტანდარტები, ეს ხალხი მოყვება ამ ყველაფერს რა. და ამ სახში უნდა იცხოვროს. მეორე ადამიანის გვერდზე. არა, ნახეთ, ცხადია, ჯერეთი ადამიანები რაღაცებს სწავლობენ. ანუ ელექტროენერგია რო შემოყავდათ თავის დროზე, მაშინ რო ყოფილიყო დისკუსია, აქამდე არ ხონდა რამდენი ადამიანი მოკლება უიყოდით. ბოდიში გაწყვეტე, მე არ დავასრულე, იმიტომ არასრული გამოვიდა ჩემ. ანუ ეს არის რომ ერთი რომ ამ შენობანაგებობის საექსპლუატაციო მონაცემები ძალიან ძვირია. გასაგებია რომ ეს გადასარევია, მას დიდი რეკრეაცია იყო, ეს ჩემი ოცნება იყო, საერთოდ მე ბევრჯერ გავაკეთე ეგეთ შემოთავაზება, რომ K1 და K2 პარამეტრები მოხდეს დივერსიფიცირება, რომ იყოს მაღალ ინტენსივობაში, რატომაც არ უნდა იყოს, თქვა, რომ შენობა შეიძლება იყოს 20 სართულიანი, იმიტომ ტექნოლოგია განვითარდება და შეიძლება 50-იანი რატო არ შეიძლება იყოს? ხო, ნუ ეხლა იქ აქვს სეისმური რაღაცეები, რომ ზედმეტად ეხლა ჩვენთან მაინც აქტიური ზონაა. აი იაპონიაში არ აშენებენ, რომ რამდენი ხანი აშენებენ მაღალ სახლებს. იაგო, ძალიან ცდები იაპონია იქ. ანუ მე საპოროში ვცხოვრობდი და ვიყავი სპეციალურად ჩასული ვიყავი, მაინტერესებდა ეს სეისმური ეს ტემპერების თემების სკოლაში ვიყავი. და სამთვიანი კურსი უნდა გამოვიდო და ორ კვირაში წამოვედი, იმიტომ მივხვდი რომ ისინი ისეთ თემებზე საუბრობდნენ და ჩვენთან ეს ტექნოლოგიები საერთოდ არ არსებობს. ანუ ის სულ სხვა მიდგომა. იმ შენობები ისეთი ფასი ჯდება, რომ მაგეს კერძო ბიზნესმა შეიძლება თავის თავზე ვერ აიღოს ყველაფერი რა. თუმცა მონიტორინგი უნდა. ანუ ბათუმში აშენებული 50 სართულიანი სახლები. ბათუმში 50 სართულიანი სახლები 30 წლის მერე საინტერესო სანახავია რა. იმიტომ იმ ხარისხის არმატურით და იმ ხარისხის ბეტონით როგორ იქნება. ძალიან საინტერესოა. თუმცა ეს სულ სხვა თემაა გასულ. ეგ სულ სხვა თემაა, ჩვენ ეგ არ გვეხება. ჩვენ მოიდა დაშვება გავაკეთე. ისე ვიდავტრია დიდრები ვართ. ჩვენ ასე უნდა ვიმოძრავთ თბილისის ცენტრში ის და ძვირი. თუ რა გვეშველება? აი, ანუ მოდით ნახოთ, არჩევანი იყოს, ანუ სადღაც არსებობდეს ხალხი, ვისაც პირობითად აი ამ იაფას რაღაცები აი თქვენ რასაც ამბობთ, მაგისთვის მართლა ეს თვითონ ფინანსური და ესეთი ციტადელური სტრუქტურა შეიძლება გაკეთდეს სწორედ აი საბურთალოში, დიდუბეზე, სადაც არის მეტრო და ჩვენც ეგ მაგალითი მოვიყვანეთ. და პირიქით მოხდეს, რომ თქვა ცენტრალური უბნების განტვირთვა მოხდეს, რომ აქ შენარჩუნებული იყოს ეს დაბალი ინტენსივობა ძალიან ლამაზ ქმნის აქაუა. ხო, მაგაზე ცალკე ძველ თბილისი და მაგასთანაც თქვენ საუბრობთ, მაგას ცალკე მივიდეთ. ანუ თავარი პრობლემა ის მაინც არ არის ჩემი. იქ ცალკე სხვა პრობლემებია, მაგასაც გეტყვით ჩემს საზრებას რა პრობლემებიც არის, მაგრამ თავარი პრობლემა მაინც არის, რომ აი ძველი სახლები ხრუშჩოვის პერიოდის, რომელიც უკვე ინგრევა, მთავრობის ხრუშჩოვის მერე პერიოდისებიც ინგრევა. ხო, მერეც ინგრევა. მე ყველაფერს ხრუშჩოვკას ვეძახი ზოგადად. აი ჩეხურსაც კი ხრუშჩოვკას ვეძახი, იმიტომ რომ გარეგნულად ისინი ერთნაირია, მე მესმის მათი განსხვავებები, ჭერისი მაღლა, გამძლეობა ეს აი სამარა. შინაარსობრივად ჩვენ თუ გვინდა მართლა საბურთალო მართლა თუ გვინდა რომ წეს ქალაქის ცენტრი იყოს, ქალაქის სავაჭრო რაღაცა წერტილები იყოს, მაშინ უბრალოდ არაფერი შუაში არ არის ის როგორც დღეს ის არის მოწყობილი. აი ამ ადგილას, აი ფიზიკაში შესაძლებელი არის თუ არა, რომ კონცეპტუალურად დავისახოთ მის დათემას, კი არა რომ სად დაუშვებთ შეცდომას, აი რომ გაგვაკრიტიკოთ პირობითად, რომ ასეთ ადგილებში, რომელიც ძვირი ღირს, ქალაქის ცენტრს წარმოადგენს, მოდი ერთი წამი გლდანიც გავწიოთ ცოტა ხანი გვერდზე და ვაკეთილიც. ქალაქის ცენტრში, რომელიც ძვირი ღირს, სადაც ინვესტორების დაინტერესება შეიძლება იმითი, რომ შენ თუ დაანგრევ 5 სართულიან ხრუშჩოვკას, მე მოგცემ საშუალებას, რომ გააკეთო სიტყვაზე 10-ჯერ დიდი ფართი. აი ამ სიმაღლის ხარჯზე, მაგრამ 10-ჯერ დიდი პარკები. ასევე სიმაღლის ხარჯზე, იმიტომ რომ ესა გაქვს. მეტროები გაქვს, საბურთალო მეტროთი დაქსელილია, პრობლემა არ არის. ფართო გზები გაქვს. ფართო სამი ფაქტორად პარალელური გზა გაქვს. რატომ არ შეიძლება საბურთალოზე პირობითად ცადო რომ ააშენო დიდი 50 სართულიანია. რავი, 100-იანი არ ვიცი შესაძლებელია თუ არ მინდა რომ შორს წავიდე, მაგრამ ადეკვატურად დიდი სახლები და ყველა მოსახლე. აი ვიღაცები წერდა მაღლა ცხოვრება არ შეიძლება. საბურთალოზე დაბლა ცხოვრებას, მაღლა ცხოვრება როგორ არ ჯობია. შინაარსობრივად, აი, მტვერი სად უფრო მეტი იქნება? დაბლა თუ მაღლა იქნება უფრო მეტი მტვერი? ზემოდან რომ სიმწვანეს გადაყურებ. ხედი გაქვს. აი ეს ამ ხედს არ უყურებ, სხვა ხედს უყურებ. ანუ ეს რა კონტრარგუმენტი შეიძლება არსებობდეს ამ ასეთი იდეის წინააღმდეგ პრინციპული ის კი არა რომ ფული არა ფულს თუ ხალხს კარგი ინვესტიციო გარემო შესთავაზებ კარგი სასამართლო გექნება რა ვიცი დემოკრატიულ პროცესში პრობლემები არ გაქვს ანუ ეგ სხვა ნაწილია ფულის ნაწილი მაგრამ თუ დაუშვათ გაქვს კარგი საინვესტიციო გარემო ხალხი ფულს დებს
და შენ აძლევ უბრალოდ აი სპორტის სასახლის უკან რაც არის მოწყობილი იმის ნებართვებს. იაგო, ცალკე, ანუ როდესღაც რა კონცეფციაზე შენ ლაპარაკობ, მან მივა ეს ყველაფერი, ანუ ინტენსივობა საბოლოო ჯამში მივა იმ დონეზე, რომ უბრალოდ აუცილებელი გახდება მაგის. მაშინ რას ველოდებით? ეს უკვე ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემის იმას ხდება, ეს უკვე პოლიტიკური რაკურსია, რასაც ველოდებით, მაგრამ უკვე როგორი რაღაცა საქართველოში, აი იგივე საქართველოს არ ვამბობ, თბილის უძრავი ქონების ფასს თქვი, რომ აი მაღალია და ძვირია. გარკვეულწილად იმ პერიოდში, როცა სახელმწიფოს უფრო მაგრა უჭირდა, ეს ფასები შემოინახა სწორედ აი მე თავიდან ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის რელიეფმა. ანუ განვითარების საშუალების არარსებობამ გააძვირა ცენტრში ფასი. თორე თბილისი რო იყოს ისე აი მოსკოვისნაირი, ბერლინისნაირი და ანუ ტელ ტერიტორიაზე და შეიძლებაოდეს რომ ელიტარული რაიონი თაწმიდისნაირი მოაწყო თქვათ გლდანის მერე და ეს ერთ სიბრტყეზე იყოს განლაგებული, ხო? დამიჯერე რომ იმას იგივე ფასი ექნება რა. ანუ მაგრამ რაღაც საშუალება არ არის, იქ ხევები იწყება და ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს და აქ თავდება და იქ თავდება ყველაფერი. ეს ინახავს ამის ფასს. გამიგე? ამან წარმოქმნა ძირითადად რა. მეორე საკითხი, რაც ჩვენ გვინახავს ამ ფასებს, რომ რუკას რო დახედო, გარშემო არ არსებობს სტაბილური სახელმწიფო. ომებია, არეულობა და ყველა ადამიანს საერთოდ ის აქვს სურვილი აქვს, რომ სადღაც ერთი წყნარი ოთახი კონდეს, რომ შევიდეს დაიჯინოს რა და უცხოელები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ყველა პატარა იმას აქვს საცხოვრის. ხო, საცხოვრის სარეზერვო აეროდრომივით იკეთებს წყნარ ადგილებში და ნუ მათ შორის მოხდა თბილისის და ეს ფასებიც, თუმცა თბილისი ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი დედაქალაქია დედამიწაზე რა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ფასები ჩვენ რაც ახლა ძვირად გვეჩვენება და გაძვირებულია. ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი დედაქალაქია. უბრალოდ ჩვენთან ადამიანის შემოსავლებთან პროპორციაში ჩანს ეს ძვირი. თორე ეხლა აი ვანკუვერში რო აიღო კვადრატული მეტრი თავის $35,000-მდე ყის რა. მაგრამ ახლა 5 ჯერ დიდარ საზოგადოებას არ უნდა შეადარო ზოგადად თორე. რო არ ვადარებ მაგას ვიძახი, რომ ანუ ამ შემთხვევაში რომ აქ საცხოვრისი გაძვირდა, დაუცველი გახადა თვითონ თბილისის მოსახლეობა. გამიგე? შენ შემოსავალი არა გაქვს და არაბი ჩამოდის, რომელმაც იქ ქონდა რაღაცა ფული, აერია მონასტერი და ჩამოვიდა და ხო, შენგან არ კიდულობს ამას? შენ ხო ფულს გაძლევს? გასაგებია, მაგრამ მე ფული მიმაქვს ბიზნესში და ადამიანი რჩება ქუჩაში. და ბიზნესი არა, ქუჩაში იმიტომ რჩება, რომ აშენების უფლებას არ აძლევს სადღაც სხვაგან. აი, მოდი ახლა სხვა რაღაც სხვა ბოდიში ახლა დაუბრუნდეთ იმ ამბავს. თორე რასაც ამბობ, ეგ არის აბსოლუტურად ლოგიკური და ეხლა უკვე რატო არ შეიძლება გადადება პატა უკვე მე ასე ისე არაერთი წელიწადია ვარ სამშენებლო ბიზნესში. მე ვხედავ, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც სულ გადადებულია, მარტო რავი წლები აწლეულებია მესმის ეს ჩანაცვლების პროგრამა, ჩანაცვლების პროგრამა, მაგრამ აი მოდი სიმართლეს გაუსწორო თვალები და არაფერი არ კეთდება. ეს არის ის, რომ რაღაც ერთი კორპუსი სადღაც ჩანაცვლება აშენდება, ეგ ხომ ამ სისტემური არ არის და პრობლემა სულ მძიმდება. მე მარკეტში კვარტალი მაქვს ნანახი, სადაც უკვე ავარიულია ეს რა ქვია ხრუშოვკის სახლები, უკვე გამოსახლებულია ხალხი. ჩვენ ქალაქელები ფულს ვიხდით იმისთვის, რომ მათ ქონდეთ დროებითი საცხოვრისი ადგილი, ოქირებით გაყავთ, ხო, ავარიულ საშუალებას ვერ დატოვებ ადამიანს არა. მაგრამ აი ეს პრობლემა, აი ესე ზვავივით მოდის და რაღაცნაირად ჩვენ ვაგორებთ, აი ქართულად რა, ხო იცი, აი გადაგორება რო ვიცით, რომ ნუ ჯერ კიდე რაღაცა ხალხი რაღაცა მიდის და გავიდა აწლეულები გავიდა და ეხლა რას ვღებულობთ სანამ საცხოვრისი გვინდა, ქალაქი იზრდება და იმის გამო რომ აი ეს პრობლემა ამხელა არ ვიმჩნევთ რომ არსებობს, ამას უმატებთ იმ პრობლემას, რომ ახალი საცხოვრისები ჩნდება არეალები, სადაც ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის, კაცო, გზა არ მიდის, ტრანსპორტი არ მიდის, მეტრო დიდი ღომამდე ვერ მივიყვანეთ და ნამფეტრებში გავიქეცით. ეხლა რაღაც იმას ვაშენებთ მილიონობით კვადრატულ მეტრს, სადაც 6 მეტრიანი გზა მიდის. ესმის და ეს ხომ
ამ პრობლემაზე დავხუჭეთ თვალი, გადავაგორეთ და ეხლა ზვავით კიდე დავიმატეთ მეორე პრობლემა, ხო და მე ვიძახი რომ მოდი ეხლავე არ გვინდა გადადება რა, იმიტომ რომ ნუ ეს ხო დომინოს პრინციპია, ხო, მე როგორ წარმომიდგენია ეს რომ არის, რა ვიცი, 50 ხრუშოვკა, ხო? საიდანაც უნდა დავიწყოთ, ხო? ჯერ პირველი ავაშენოთ, მე შევასახლოთ ეს ხალხი იმ კარგში. კი, გეთანხმები რომ ის ძვირიანი იქნება 30 საათზე შედარებით, ექსპლუატაცია ძვირი იქნება, მაგრამ ნუ ამ ადამიანებსაც ჩვენ რაღაცას მეც ვთავაზობთ, გესმის? ანუ გვაძლევს ეკონომიკა მაგის საშუალებას, რომ ამ ადამიანების საცხოვრისი ერთის მხრივ გავაუმჯობესოთ, მერე ნამეტი ფართი გაუჩნდება იმ ხალხს და ესეც ეკონომიკურად მათთვის მომგებიანია. და რაღაცნაირად, საბურთალოზე 2 მეტროს შორის არეალი გვაქვს, რომლის იმ დღეს რომ საუბრობდით, სულ რომ დღევანდელი რეგულაციებით ვიმოქმედოთ, დღეს რაც მიწაზე და ის შენ ახლა ის კაური კოეფიციენტზე მაგდაბარგი, ისიც კი ძალიან განტვირთავს, გესმის? ისიც კი ძალიან განტვირთავს იმ არეალს, შექმნის რეკრეაციულ სივრცეებს, გააფართოვებს გზებს, ვიღაცამ თქვა რომ ეხლა აქ რო აშენებ გზებს რა ეშველებაო და კაცო, იმ განაშენიან ეხლა რაცა ტერიტორია განაშენებენ იმას რომ ოპტიმიზაციას გაუკეთებ, შენ ხო გზის გაფართოების საშუალებაც გექნება კაცო. ერთ მე იმ კვარტალში ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, აქეთ ქავთარაძის მხრიდან და ვაჟას მხრიდან 300 მეტრი რომ გზას წამადო, სულ გამოდის 1200 კვადრატ 400 მეტრი სიგანე იყო იმ კვარტალის 423 მეტრი 1200 კვადრატული მეტრი იქით 1200 ხო ეს ხო არაფერი არ არის ამას 20 ჰექტართან მიმართებაში და ამ დროს გზას აგანიერებ ამდენით რა და იმდენი ბენეფიტს ღებულობ ეგრევე რომ რა გითხრა რა ანუ ყველასთვის მომგებიანია საწინააღმდეგოს ვაკეთებ სინამდვილეში მაგას რომ არ ვაკეთებ საწინააღმდეგოს რაც ეგრე იყო რომ კომუნისტებმა დაგვიტოვესო ეს რაღაც კუბიკები და უაზრო განაშენება რომელიც უკვე 100 წლეულები 100 წელზე მეტია ვერაფერს ვერ უშვებით და კიდე ბევრი 10 წლეული დაგვეხარჯება სანამ რამეს უზავთ ჩვენ ახლა იგივე რაღაცეებს ვაშენებთ რომელსაც ჩვენი მომავალი თაობები აი ეს დაждდებიან სტუდიაში 100 წელი და აი დაგვიტოვესო იმგენმაო ეს რაღაც საშნელი შენობებიო და ამას ჩვენ რაფერს ესე პირიქით მარტო არ ვაკეთებთ კი არა კარგს ვაფუჭებთ და ჩვენ მომავალ თაობებს უფუჭებთ ამ პრობლემაზე თავს ხუჭავთ ვაგორებთ რომ ოდესღაც მოგვარდება და ახალს ვაგ შენ ხომ აიც იცი პატა რა ვიცი მთებს მიადგნენ გორებს მიადგნენ არსებობს ამ პრობლემას მანქანები ვერ აუქცევენ აი გარდა იმისა რომ ცათამბჯენები აკეთებს თანაქალაქში აკეთება სადაც იქნება თავისი ადმინისტრაციული ცენტრი ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურა გასართობი იგივე სამედიცინო ყველაფერი ხო საბურთალოს რას უშვები სად მიყავს ეს ხალხი საბურთალო თავის დროზე უნდა საბურთალოს უნდა თავისთავად ჩანაცვლდეს რა მოემართოს ინტენსივი აი თანაქალაქი ნიშნავს რომ რუსთავში წაიყვანოს საბურთალო არა რუსთავში არა რუსთავი ქალაქია თვითონ ახალი აღმოცენება უნდა გაკეთდეს ეხლა როგორი რაღაცაა აი გზის გაფართოება ხო სიტუაცია არის გადასარევი მაგრამ ეგ ის სადმე გიყვანს ეხლა რომ გერგებს აკეთებენ ანუ იმ გერგეს ფარგლებში გადასარევად მიმდინარეობს ყველაფერი მაგრამ ამ გერგეს სადმე მიდიხარ ხო მე ხო ეს უერთდება რა არა ეს ერთიანი უნდა იყოს გზის ამბავი გზა არ უნდა დაავიწყრო მე შუა გზაზე არ უნდა დაავიწყრო აი მაგალითად ლონდონის ცენტრში ხო ვიწროა მე იქ საცობი არ მინახია რა არსებობს მომენტები რომ ღირს უფრო დაავიწყრო კაცო გაგზავნილია მოძრაობა უბრალოდ როგორ იქნება სასწავლო არა არ არის გაგზავნილი პროსტ უბრალოდ არის ძვირი და არის დავიწყროებული ანუ არსებობს რომ უფრო აი ხო აი გაძვირება რატო უნდა იყოს გზის და მანქანის ყოლის ჩემი როგორც მერობის კანდიდატის მიზანი გაიაფება არ უნდა იყოს არა თავისთავად მე ახლა თუ პოლიტიკური ანუ ეს არის საარჩევნო ის არა საარჩევნო კაცო უნდა იყოს გაიაფება მაგრამ რეალურად შეიძლება გაიაფება საქმე გააფუჭოს რატომ როგორ შეიძლება გაიაფებამ საქმე გააფუჭოს დღევანდელ ყველა ოჯახი სამი მანქანაა მე რეალურად სამი მიცეს ქართველებს რა პრობლემაა არა თუ კიდე 100 მიცეს მაგაზე არა მაგრამ ეს მანქანები ყველა არის ჩვენთან არა მესმის მაგრამ წარმოიდგინეთ კომუნისტები მე დღეს ვიდეოში ვამბობდი ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა კომუნისტების დროს ანუ 10 ჯერ ნაკლები მანქანა დადიოდა დღეს 10 ჯერ მეტი დადის და ერთი ხიდის არ დამატებულა მტკვარზე აი მე ერთი მეტროს სადგური არ შეერევა აი მე ერთი იდეა შემოგთავაზებ რომლითაც შეგიძლია რომ ლამის მოიგო არჩევნები რა ყველა სკოლასთან კერძოა თუ სახელმწიფო სკოლა ყველა საბავშვო ბაღთან მოაწყე სერიოზული ავტოსადგომი რომ ეს შობლები რო აკითხავენ ბავშვებს საფრთხეა არა აქვს მნიშვნელობა მიწისა და შეიძლება რა თქმა უნდა რომ მივა შობელი ბავშვის წამოსაყვანად არ ჩაიხერგოს მოძრაობა და აი ჩათვალე რომ ანუ რა მომენტებში იხერგება აი ხალხი ხო არ არის ხალხი სიტყვაზე და მოძრაობ თავისუფლად
რა ქმნის პრობლემას? პირველი ქმნის როგორც იწყება სკოლა, ყველას დაყავს ბავშვი მანქანით, იმიტომ რომ 99 ადამიანს თავის უბანში სკოლაში ადგილი არ არის და იგივე ჩემი ოჯახის წევრებს ზოგს დაყავს ალთას და ბალთას ეს ბავშვი რა, მანქანით. ანუ ეს ბავშვისთვისაც საშინელება. ან სკოლა არ ვარ გამიუბანში. ხო, ან ეს ჩვენი მიდგომა სკოლა ფეხბურთზე დაყავს, ხატვაზე დაყავს, ფეხბურთზე და ხატვაზე მილიონი რაღაცა. პრობლემა. ანუ ბავშვი იმის მაგივრად რომ მაცადინეობდეს, ან ისვენებდეს, ან თამაშობდეს, ან კითხულობდეს, ატარებს გზაში და იდეაში ხო სტატისტიკურად უფრო მეტი ხიფათი აქვს, ხო? ძირითადად ხალი მართავს დიდი თვალებით ამ მანქანას და დგას საცობში. ეს ხო სიმართლეა. ყველა სკოლა, აი ნებისმიერ სკოლებს უსაფრთხოდ ატარებენ სხვათა შორის. კი ბატონო, მაგრამ ყველა სკოლა, აი ნებისმიერ სკოლა. შეიძლება კაცებზე უსაფრთხო. ნებისმიერი საბავშვო ბაღი, როდესაც ბავშვების მიყვანის, გამოყვანის დროა, იქ იხერგება მოძრაობა, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა არის გინება ერთი ამბავი და სანამ ეს არ გაიწოვება მაგას კი ჭირდებათ 2 საათი დღეში. დილით. ხო, 2 საათი. ეხლა უყურეთ. სამუშაო საათების დაწყებისას ყველა რო გამოდის თბილისი უნიკალური ქალაქია, ანუ სამუშაო 10 საათზე იწყება, ჩვენთან 9 საათზე არავინ არ იმიტომ რომ ვაზე ქალაქს დინავს. ჩვენთან 9 საათია, რატო ჩვენ პარტნიორებთან 7 საათია და იმიტომ არასწორ დროში ვცხოვრობ ჩვენ უბრალოდ. რო გვაქვს გადასაწევი. რა მინდა 9 საათზე გავიღვიდოთ, თუ ჩემი ყველა პარტნიორი ევროპა იქნება და თურქეთიც კი ძინავს, როცა ჩვენ ვიღვიძებთ, გესმის? ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ადრე იღვიძებენ, მაინც გასწრებენ. იგივე სკოლებიდან ბავშვების გამოყვანის დრო და სამსახურის საათების დამთავრების დრო. ანუ განათლების სამინისტროსთან დარეგულირდეს და იყოს სხვადასხვა ამათი თანხმობა არ მოხდება. ესეც ერთგვარი ის არის განტვირთვაა რა ტრანსპორტის. მერე დისტრიბუცია. დისტრიბუცია რომ მოვა და კატასტროფაა და შუა დღეზე რომ მოუნდება და ამხელა მანქანას ერთი ყუთი იმისთვის კოკაკოლისთვის მიიტან სადღაც და გადაკეტილი აქვს მთელი ქუჩა, უნდა იყოს დისტრიბუციისთვის რაღაც ღამის საათები, რომ ღამე თქვა ღამის 3 აი ხო არის დასუფთავების სამსახურს აქვს თავისი ვადა დრო, მერე აქვს დისტრიბუციას თავისი დრო და მერე აქვს თქვა ბოდიში რომ არ გამეწყდეს ეგა აი დისტრიბუცია ეს ჯერ კიდე მე გეუბნები ავსტრიის მაგალითი ჩემი მეგობარი იყო მაშინ იქცეოდა ის ყვებოდა რა ჩვენთან როგორ არის ნებისმიერობაში პატარა მაღაზია რა რაღაც მაღაზია დილას კვერცხი მოაკერთ მანქანას ხა მაღაზია პატარა რა ვიცი რა 50 კვადრატული რა მოდის კვერცხი მოდის პურის მანქანა მოდის ნაყინის მანქანა მოდის კოკაკოლას მანქანა მთელი სუმა მოდის და ნემო ეგას თითო ყუთი რაღაცა მოდის ავსტრიაში იყო ესეთი გრუპაჟი კეთდებოდა რა ცალკე არის სადღაც ავჭალაში საწყობია საწყობია გრუპაჟი და ამ ეს მაღაზია უბრალოდ უკვე თავს იქ ეს ამდენი მინდა ეს ამდენი და ეს და ერთი მანქანას მოყვ რა უნდა 50 კვადრატმეტრი მანქანა ეს თავს ერთი მანქანა მოდის დღის განმავლობაში თან დილის საათებში ადრე ამას ულაგებს ზოგან დაჟე გარეთ ულაგებს მაღაზიის პატრონიც არ არის მოსული ულაგებს ამ იმას რა ქვია გარეთ ავსტრიაში გეუბნები რა და სულ დამთავრებული მთელი დღე იქ აღარა და ჩემთან აი შანხაიში ვცხოვრობ მთელი და არ არსებობს 4 მაღაზია 2 ნაბიჯი ნიკო რა ევროპროდუქტი და ისა სპარი და სულ წარმოგიდგენია შენ ყველას თავის დისტრიბუცია იმას კვერცხი იმას კოკაკოლა იმას პეპსიკოლა იმას პური იმას ყველი და ნუ აი მთელი დღე მანქანები მოთხოვნა ბადებს მიწოდებას ხო ამიტომ ეგ არ არის კაც რა თქმა უნდა პარკერების საშენებაც კარგია ყველაფერი კარგია მაგრამ მე მგონი სულ არ არის მერის საქმე და მერის საქმე რაც პარკერების შენება უნდა დაარეგულიროს არავითარ რეგულაცია გამარტივებული არა რეგულაციები უნდა დაანებოს თავი მერიამ და ყველაფერი უნდა გახდეს ბიზნესი და ბიზნესმენები მიხედავენ მაგ საქმეს მე რაციონალური მერიამ გააკეთოს უნდა დაანებოს მე მაგალითად იმას თავს ვიზღუდავ ეგეთი სიტყვაზე რაღაცა განმარტების გაკეთებიდან, იმიტომ რომ სანამ იმ კაბინეტში არ შეხვალ და რეალურად არ გაეცნობი პრობლემას მთელი ჩვენი კატასტროფა მოწყობილია რეგულაციებით. საუბარია თეორია. ხო ვერ გადაწყვიტავს. ერთი ადამიანის თავი ხო ვერ გადაწყვიტავს ყველაფერს პარტა. არა, ერთი ადამიანის თავი ვერ გადაწყვიტავს. ანუ მაინც მივდივართ რაღაც გემოვნებასთან. ხო, აი ხა ბასლანიანებზე მე მკითხავინ მე მკაცო. მე ხო ამ ქალაქში დავიბადე გავიზარდე. ვინმე მკითხა რომ ბასლანის რო აკეთებ, აი ესე ვაკეთებ, ამიტომ ბასლანის თუ აკეთებ და ნახევარგზას თუ აწთან. იქ ხო 2 წუთში ერთხელ მაინც უნდა დადიოდეს ავტობუსი. ინტენსივო ხო მაღალი უნდა იყოს. ანუ თუ შუაგზას ჭავჭავაძეზე აუქმებ. იქ როგორ შეიძლება 10 წუთში ერთხელ დადიოდეს ავტობუსი? აბა
ანუ ეს ხო უბრალოდ არარაციონალური არაფერში არ წერია. ეს კი მეორე საკითხია ნახევარცარიელი და ანუ აი მე ავტომატურად ივლისის სუსის მანქანა. აბა რა ქრას მაინც ყვილა ეს ფასლანი და ვიღაცამ რო იაროს არჯობია რომ არავინ არ იაროს. ველო ბილიკი. რომელი ველო მომხმარებლის დაკვეთა იყო იქ პეკინზე ველო ბილიკი. ეგ სხვა და დამიპატარავის მანქანის სასიარულო. რატო? დიდი დიღომიდან მოდის ავტობუსი მე წდება ეს ბასლაინი მე ავტომობილისტი იწყება გაგარინზე და ამ ხელა ავტობუსი ამოდის გაგარინზე ეს მოსახვევი რომ არის და ანაკონდასავით საწყალი ძლივს ის გაფიტრებული მძღოლი რომ იმის არ გამოვიდოს იქ გადის რა. ანუ ხო თუ ესეთ იმას აკეთებ რაღაცა სამანევრო ადგილს ხო ისიც ხო უნდა გაითვალისწინოს რომ ამ ხაზზე გაუშვისო და მოკლე ავტობუსი. თან თუ რამე ავარია მოვიდა, მე სახლის გაყიდვა უწევ ზღოლს, მაგიტომ ზღოლებს ვერ შეუვლებენ სამუშაოზე. აი ამდენი წელიწადია ხო დაიწყო ეს ეპოპეა MCT პარკისა, როდესაც დაიწყო ასე თქო ფასიანი პარკი გაგვიჩნდა ქალაქში და ხო ეხლა აი იმ დროს ფიქრობდი რომ აი მეთქი აი სადღაც ნიუჟელი არ გაკეთდა მეთქი პარკინგი ხო აი ხელა ფული შევიდა ბიუჯეტში გინამიწის და გიდამიწის ხო კერძოს არ გეუბნები. კერძოს არ გეუბნები. ხო მე MCT პარკი წავიდა ხო ეს თბილისის პარკინგი გახდა ამას ახლა აი და მე აღმოვაჩინე რომ კი გაუკეთებიათ. და რომელი პარკინგი იცი? რომელი? საჯარი მოგადასაყვანი პარკინგები. ეგენი გაკეთდა მარტო. აი ის მანქანები რომ გადაიყვანო საჯარიმო ერთი გაკეთე ახალგზაზე ვაგის იქ გელოვანი რო თავი გელოვანის განზირზე გაკეთდა იქ მოეწყო პარკინგი ანუ მარტო ჯარიმისთვის გესმის? და ისე რომ სადმე ანაშენებული იყო პარკინგები ან თუნდაც კერძო ბიზნესის აი ერთი მახსოვს ეგეთი იყო მგონი რომ ვაკეში იყო რაღაც მიწისქვეშ გამოაცხადა აუქციონი მე რომ მიწისქვეშ მე მახსოვს იმაზე თვითონ სააკაძის მოედანზე იყო რაღაცა გაჩუმდა ხო და კომუნიკაციები ისეთია გესმის რომ ვერ გეკეთება მაგრამ ხოში რომ მიწისზედა და პარკინგი გაკეთო მიწისზედა პარკინგის ადგილი არა და არცა საჭირო ქვემოთ შეიძლება არა დღეს უფრო იაფქაკაც მიწისზედა საშენება პატა არ წყალი გაწუხა აი ხლა იმ აგროხაბმა გააკეთა მშვენივრად მიწისზედა პარკინგებია იქაც სანაპიროს გააკეთა და აქეთ იმაზეც რა ქვია ამბროლაურის ქუჩაზე ეგეთივე გააკეთა მიწისზედა პარკინგი ძალიან სწორია ხო და შენაშენებ მარტო იმას საჯარიმო პარკინგებს და საწაიყვანო ხალხმა ჩელოსკინელობზე რომ გააუქმე აქეთ იქით პარკინგები საწავი სად გააჭეროს კაცმა ოპტიკა სათვალეზე რომ მიხვალ შენ სათვალეს გავსწრებ მაგას უნდა გააჭერო მოდით რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ქალაქის ცენტრალურ უბნებსაც მე გეტყვით პრობლემას რაც მაწუხებს ამ იმაზე და მაგრამ რაღაცნაირად პირველი მოთელვა გამოვლილი ექნება ახლა ამ თემებზე ბევრია სალაპარაკო თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ მე ძალიან მაწუხებს ის რომ მაგალითად დავდივარ თაწმინდაზე აქ თაწმინდაზე ცხოვრობთ ჩვენ ფაქტობრივად წლები ახლა გაბოდებული და გაზრდილი. ხო, მithumetes თქვენ ძალიან კარგად იცით აქაური უბანი. საწმინდა არის თბილისის ყველაზე ცენტრალური უბანი და ყველაზე ღარიბი. იმ გაგებით, რომ ამდენი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს გაჭირვებაში, დანგრეულ სახლებში, ბარაკებში ფაქტობრივად, არც ერთ სხვა ცენტრალურ უბნებში არ არის. მე თავის დროზე როცა ერთ საბოს არჩევნები იყო 2019 წელს. კარდაკარ რაღაცა ხო და რამდენიმე დღე მონაწილეობდი, მე უბრალოდ აი არ მომეწონა და სხვებმა გააგზელეს, მაგრამ მე რამდენიმე დღე მონაწილეობდი. უბრალოდ ფეხით შემოვიარე რა ეს თბილისის თაწმინდის ეს ცენტრალური უბნები. არის აი უკან გახვალთ 100 მეტრში გახვალთ და დაინახავთ სახლებს რომელშიც მყარი ფანჯარა ჩამტრეულია, რაღაც გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი და პრინციპში რომ დათვალო კვადრატული მეტრი რა ღირს ამ ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთი გამოდის რომ შეიძლება ეს ხალხი მილიონერები იყვნენ. მათ რო სწორად შეეძლოთ საკუთარი ქონების რეალიზაცია საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება ეს ხალხი არა სიღატაკეში, არამედ ქალაქის ცენტრში მცხოვრები ხალხი, როგორ შეიძლება იყოს უფრო ღარიბი, ვიდრე ქალაქის გარეუბანში მცხოვრები ხალხი. მაგრამ ფიზიკურად გვაქვს მოწყობილი ისეთი რეჟიმი, სადაც არაფერზე ხელის მოკიდება არ შეიძლება, ეს რაღაცა ტიპის ზონა არის. რაღაც ციხეში ჩაგვსვამენ ერთი რაღაცა არასწორი აგური რომ მოაძროს აიდანღაც და იმის გამო, რომ ქალაქის რაღაც მოსახლეობას, ხშირ შემთხვევაში ამაში თქვენი კოლეგებიც ცოდავენ, არქიტექტორებიც რომლებსაც რაღაცა ხედის უფლება აქვთ თითქოს, რომ რაღაცა ქალაქის ძველი უბნების თვალიერების უფლებიდან გამომდინარე, ადამიანებს უკრძალავენ რამე ტიპის ჩარევა საკუთარ ქონებაში. ფიზიკურად რაღაცა დაანგრიე, არ ვიცი, შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ ააშენო, მაგრამ უფრო დიდ ნახდათ ვერ ააშენებ, რომ ადამიანმა რამე მოიგოს აქედან. რა ტიპის გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ეს ქალაქის უბნებში, თქვენ მithumetes თაწმინდელი კაცი ყოფილხართ. აქ რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, აი რადიუსი ამ ტერიტორიიდან რო ავიღოთ და ესე რომ შემოვალოთ ერთი
რა ვიცი 1 კილომეტრი ფიზიკურად ჩვენ დავინახავთ დაახლოებით რამდენიმე 1000 ადამიანს, რომელიც თითქმის უსახკარო მდგომარეობაშია, ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება. შუა ქალაქში. თავისუფლების ყველა ძირადია თავისუფლების სავალი. 5 წუთით ფეხით სავალი. ეს ძალიან ხო გეუბნებით, მანდ ესე ჩარევა შეიძლება გამოიწვიოს, რომ მეორე დღეს ჩვენ ძველი თბილისი აღარ გქონდეს. არა, მაინც ეკაცო, მე მირჩევნია ეს ხალხი სიღატაკეში არ ცხოვრობდეს. ანუ მე რო ძველი თბილისი მქონდეს, რა ეგოისტი უნდა ვიყო იმის გამო, რომ ხალხი გავწირო, მთელი თაცმიდა გავწირო სიღატაკეში ცხოვრებისთვის. ანუ მე ვინ მომცა ამის უფლება? არა, ესე არ არის. რასაკვირველია, ეგ მიდგომა შეიძლება სწორიც იყოს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ძველ თბილისში ახლა მე არ ვიძახი, რომ ძველ თბილისში ყველა სახლი შედევრია რა. ცუდი მაშინ ძველადაც შენდებოდა და ეხლა შენდება. ხადია. ხო, ქალაქში ის რჩებოდა, რომელიც კაი იყო, თორე ქალაქში სახლები იგრეოდნენ და შენდებოდა. ყველა სახლი ადრე თუ გვიან ზიანდება, მაგრამ ჩვენ იქ არის ანუ ძველი თბილისი იმით გამოირჩევა, რომ არის ახასიათო ნაგებობები არსებობს რა, კულტურული მემკვიდრეობის საგანძურსაც წარმოადგენს, რომელიც არის დამახასიათებელი, ვთქვათ, კუთხეზე, თვითონ შიდა უბნის რაღაც ქუჩის ქსოვილს ალამაზებს კონკრეტული შენობები რა. ეხლა იმით გამო რომ იქ ადამიანი შეჭირვებაში ცხოვრობს და თქვათ ისეთი სათქმელია ეს რომ მას არ მიცეთ განვითარების უფლება. კი ბატონო, მაგრამ მას თუ არა აქვს საშუალება თქვათ რომ ოჯახის წევრები შეემატა იქ დაანგრევინოს სასახლე ან ზემოდან დააშენოს რაღაც სახლი, მაშინ სახელმწიფო უნდა დადგეს და იმ ადამიანს ხელი შეუწყოს რა. იმიტომ რომ იმის ქონება იზღუდება კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით. ხო? ანუ გამოდის რომ ყველაზე მდიდარ ხალხს, რომელიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. უნდა იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაც არასწორი ამაში. არ არის არასწორი, იმიტომ რომ თუ არის ლაპარაკი რომ შენ თუ ამაზე ლაპარაკობ რომ აი იძახე რომ კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ამას მაგრამ ორი რაღაცაა. თქვენ ცხოვრობთ ქალაქის ცენტრში, გაქვთ პატარა სახლი. ან თქვათ აქ ძველი სახლები იყო ყველა რაღაც ბინა იყო კომუნისტებისთვის გამოყოფილი და 99% საშინლად არაკომფორტულია, გამავალი ოთახები აქვს და ზოგ საერთო კომუნიკაციებიც აქვს. ბევრი არაა დარჩენილი, მაგრამ არის საკმაოდ რაოდენობა. და თავისთავად ოჯახი თავისას მოითხოვს, წლები გავიდა, შვილები შეგეძინათ, იმ ძოლი მოიყვანა და არა გაქვს ახლა ის საშუალება, რომ თქვათ, მათ შეუძინო ბინა. არა და კონკრეტულ თქვენ ქონებას ამის რესურსი გააჩნია. აქ ორი გამოსავალია რა. ამას უკვე თვითონ აი დანგრეულია სიტყვაზე. მოდი უფრო ისეთი მაგალითი ავიღოთ. აი აქ რო გახვიდით. ინგორო ყაზერვა დანგრეულია. ხო, აი ეს საბავშვო ბაღია. აქ დავდიოდი მე საბავშვო ბაღში. ხო, ანუ აი წარმოგიდგენთ ეგეთი შენობები, აი კერძ უკან რო გახვიდეთ, გაინახავთ რომ ერთ სართულიანი ბარაკებია უბრალოდ. აი მართლა რო გახვიდეთ პარლამენტის უკან საგიჟეთი ხდება 100 მეტრში. 100 მეტრში პარლამენტის. კი გავიგეთო, მე თქვენ გეთანხმებით იმაში, რომ რაღაც შენობები, აი მაგალითად სკოლის შენობა რო არის ასათიანზე თუ ასათიანის ქუჩა, ხან ის გოთური არქიტექტურის, ძალიან მომწონს მაგალითად, იმაჩნია რომ რაღაცა ღირებულია ქალაქის ეგეთ შენობები არსებობს. ეს სახასიათო შენობა, უბრალოდ თვითონ იმაში ისტორიული ძეგლების კატეგორიების უბრალოდ არსებობს არქიტექტურული ისტორიული არის საკულტურო ნაგებობები, ეს არის ეკლესიები და ასე შემდეგ, ციხესიმაგრეები, თქვათ, იგივე ისტორიული ძეგლების ერთ-ერთი ნაწილია, საკულტურო ნაგებობა ეგეც ჩემთვის მაგალითად მე არსებობს არქიტექტურული ისტორიული ძეგლები, რომელსაც აქვს არქიტექტურული ფასეულობა. და არსებობს კიდე მონუმენტური ძეგლები, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად რომელიღაც ადამიანის სახელს რა. აი კოლხური კოშკი თქვა კონსტანტინე გამსახურდიას უკავშირდება. ის არ არის არქიტექტურული ძეგლი, მაგრამ არის მონუმენტური ძეგლი. ამას კულტურული მემკვიდრეობის თვითონ ამ საბჭოს როგორი რაღაცა იცით, რომ ახლა ძალიან ხშირად გამოგხოლმა პროექტები რა, თქვათ, იგივე ძველი თბილისში და ასე შემდეგ. რაზეც არ უნდა მიუთითო თქვათ, რომ აი ეს რატო აშენდა, თუ ეს არ შეიძლება. ეს ჩვენ არ გავიკეთებია, გეუბნებიან რა. ანუ ისინი თვითონ პარალელურ რეჟიმში ცხოვრობს რა, ის განვითარება, იმიტომ რომ ამ თვითონ საბჭოს აქვს რეკომენდაციის ხასიათი და თვითონ მე შეუძლია ან ზენდგომს, რომ თქვათ ეს მოითხოვს. ნუ სხვა მიზნით არსებობს ის საბჭოებისთვის არ ნუ ეს საბჭო არის რეკომენდაციები მიიღოს. თუმცა იქ ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანია, მაგარი განათლებულები და აი მე თქვათ თუ დაგეთანხმოთ გადაცემაში ქალბატონი მაია მანია მოიწვიეთ, ის საბჭოს წევრი არ არის, მაგრამ აი ძველი თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის უსერიოზულესი სპეციალისტია, როგორც პიროვნებაც განსაკუთრებულია და როგორც სპეციალისტი მე არ მეგულება საქართველოში დღეს ეგეთი ადამიანი და ის იმასაც აქვს თავის ხედვები ის უფრო არის ჩემი აზრით კონსერვაციის მომხრე, რომ რაღაც გარკვეული ეს
შენობა ნაგებობებს მოხდეს კონსერვაცია და თუ ახლა იქ ვინმე იცხოვრებს, ნახეთ, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია. მე ვარ ქალაქის მერობის კანდიდატი და არა პირობითად კულტურული მემკვიდრეობის თაყვანისმცემელი. განა არ მიყვარს კულტურული მემკვიდრეობა. უბრალოდ ადამიანი, ცოცხალი ადამიანი მირჩევნია კულტურულ მემკვიდრეობას. მესმის, მაგრამ თქვენ იმ კაბინეტში შეყავთ, იბარებთ ამ ვალდებულებასაც, ხო? კი, მესმის, მაგრამ აი წარმოგიდგენთ, თქვენ როგორც არქიტექტორის აზრი მაინტერესებს, რომ ამ შემთხვევაში რომ მესმის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაც, ტყუილ არ დავანგრევდი კულტურულ მემკვიდრეობას. პირიქით, სულ ვეცდებოდი რომ შევინარჩუნო, მაგრამ რაც აქ ხდება, ახლა ჩვენ ტელევიზორში თუნდაც უყურებთ, ეს არაფერ შუაში არ არის კულტურული მემკვიდრეობასთან. უბრალოდ მთელი ზონა არის გამოცხადებული კულტურული მემკვიდრეობად. და მთელ ამ ზონაში ყველაფერი შეზღუდულია. კი ბატონო, შეიძლება იყოს რამდენიმე სახლი, რომელზედაც ვიღაც გიждდება, მოსაზღვრებულება გაჩ, მაგრამ აი ზოგადი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. აი ფორმულა რა არის? ფორმულა მე ჩემი აზრით ესეთია, რომ მე გავაკეთებდი სერიოზულ ისეთ მიკორձეულ კონკურსს კი არა, სერიოზულ განხილვას. ისეთი კი არა, რომ აი წერილობითო მერიაშალს გააგზავნიან და უკან რომ მოგივა რაღაც პასუხი და ქართული ასოების გაურკვეველი რაღაცები წერია. კონკრეტულ სერიოზულ კონკურსს გავაკეთებდი და ძალიან მკაცრი აღრიცხვიანობის გენგეგმას შევიმუშავებდი. გამოხშირვის ის შენობები, რომელიც თქვათ აუცილებელია, რომელიც არის მაგალითად არ არის ის ძველი რახან არის იმას არნიშნავს, რომ ის ძეგლია რა. და იქ შეიძლება თქვათ ახალი შენობა ცოტათი მოემატოს ინტენსივობა მას ისე რომ თქვათ დანარჩენები არ დაჩრდილოს და აღქმადობა წაართვას რა, იმიტომ რომ სულ თუ ჩვენ ყველაფერს ასე თქვათ ესე ვეცით ძველ თბილისში, ხო? მაშინ ჩვენ მივიღებთ აი აბსოლუტურად რაღაცა ცივ ქალაქს რა. ადამიანებს რა უყოთ პატა, ეს გავიგე, ეს კეთილშობილური ის აქ ორი ისა გვაქვს რა. უნდა სახელმწიფო მაშინ, მაგრამ მე ვარ ადამიანი, ვცხოვრობ დაწმიდაზე. ცუდი სახლი მაქვს, აღარ მინდა ცხოვრება, მინდა უკეთესი. სახელმწიფო მაშინ რა. ხო, სახელმწიფო მომეხმაროს, რომ ვიღაც ხარჯზე უნდა მომეხმაროს. ეხლა რაღაც გამოუცხადებია თითქოს ყიდული. ეხლა ხო მე წავიკითხე იმას მთავრობის ხომაზე განუხილიათ ესეთი რაღაც, რომ შეთავაზებას გავაკეთებთო და 100%-ს გამოვისყიდითო ძველ თბილისში 100%-ს გამოვისყიდით საბაზრო ღირებულებითო, მაგრამ მე სხვა რამეს მე დღეს ცხოვრობ იმაში, რა ვიცი, ვეძინის ქუჩაზე რა. დიდი ბუდისტი თემა და უკვე ტყუილია ჩადებული. თუ ეს საბაზრო ღირებულებაა, შენი გამოსყიდვა არ არის საჭირო. ბაზარზე გამოგესმის. არა, ნუ ვითომ მე გავაკეთე. ყველა სწორად რაღაც ტყუილი ჩადებული. არა, ჩვენ სერვერში ამ შემთხვევაში. მე მინდა უკეთეს ცხოვრება. ჩვენ რო ავაშენოთ რამე, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ როგორ წარმოგვიგენია ხედვა, რომ მე ამის საშუალება მიცე კერძო ინვესტიციას, თორე ჩვენ ვაფშე არ ვსაუბრობთ, რომ მე გავანგრევ რამეს და მე ავაშენებ. ხო და აქ უნდა იყოს ორი თემა რა. ერთი მე ვცხოვრობ აქ აი კონკრეტ დღეს ვცხოვრობ და მე მინდა საცხოვრისის გაუმჯობესება. ერთი ცხოვრება მაგთან. ერთი ცხოვრება, მაგრამ ნიახური არა ვარ, მეორედ ვერ მოვდივარ რა. ამიტომ მინდა ეხლავე გადავწყვიტო ეს ამბავი რა. მე უნდა მქონდეს რამდენიმე ოფცია მაინც გესმის, ან ასე ვქნა, ან ასე ვქნა, ან ასე ვქნა რა. ერთ-ერთი მათგანი არის, რომ მე ჩემს საცხოვრისზე მაქვს თუ არა უფლება გავაკეთო რაღაც უკეთესი. თუ შენ მეუბნები რომ არა, შენ ამის უფლება არა გაქვს, ეს რაც უნდა იყოს, უარესი უნდა შევინარჩუნო. მუზეუმია ეს და მუზეუმში რატომ აცხოვრებ? არა, ეგრე არ არის. მუზეუმი მე არ გაცხოვრებ. მუზეუმი შემეკვიდრებულად. გავიგე, ხო და არ მინდა გასვა ამის ადგილას რაღაც სხვა მინდა დავაშენო და ეხლა რაღაც 1817 წელს ვიღაც ეს ეკუთვნოდა ამის გამო მე აქ სოროში რატომ არ ვიცხოვრო? გამანებეთ თავი. თუ ეს შენ გეძვირფასება, მაშინ მოკიდი ხო, რა ვიცი. არა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თორე ეგრე რომ მიუდგე ცოტა მე ანუ სხვა ქალაქების პრაქტიკა რა არის? ხო, მაგრამ შენ ახლა ისა მიხვალი ხალხური არა გძიმე რა, ახლა იტალია და საფრანგეთის ის რო აიღოთ, იქ კატასტროფაა საერთოდ, კენჭი რო გამოაცალო. ის კი არა, ჩემი მეგობარი ფლორენციაში ცხოვრობს წლებია და მოიყვანა ცოლი მეორე, ანუ ძველებური სახლებია და გვერდითა სადარბაზოა, მაგრამ ემთხვევა მათი ისენი რა, ამას ჰქონდა ერთოთახიანი, იმას ოროთახიანი და შუაში გაერთიანე, აი ემთხვევა და კედელი გამოიჭრა. მე ეხლა გეტყვით რა 2017 წელს ვიყავი ჩასული დავესწარი საბჭოს და მითხავ ჩავედი და თვითონ მითარნი და იტალიურად და ნუ დავესწარი რაზე იყო საუბარი, ანუ ეს ადამიანი უკვე ქორწინებაში არის მე-18 წელია რა და ეს პრობლემა ისე ისე გაყოფილია. ხო. ანუ ეს კარები ვერ გამოიჭრა რა, ანუ ისეთი თემაა რა. და გარკვეულწილად
არის ქვეყნების, რომელსაც ახლა საქართველოს მიასედი კულტურული მემკვიდრეობა არ აქვს რა, ამ ძეგლების თვალსაზრისით. ხა ჩვენ არა გვაქვს რაღაც ასწავლის შედევრები სიტყვაზე იქნება. მე არ ვამბობს უკვე საკულტო ნაგებობებზე, ხა ეკლესიებზე და ეს საერთოდ ეს არის რა ქვია, მისტერია ქართული, მაგრამ ვამბობ აი რაც გვაქვს და ისინი როგორ უფრთხილდებიან იმ თავის მე მაგალითად თავის ხრუშჩოვკებს თუ მე მესმის შეგე დაგრევა გვინდა. მე მესმის და მომწონს ისტორიული და კულტურული რაღაც საინტერესო შენობის კონცეფცია, ისე როგორც არის მაგალითად გაუდის სახლი ბარსელონაში. სადაც შენებარე? შენებარე. არა, შენებარე ეს ალგი. გაუდის საშენებული საგრადა ფამილია ეგ ცალკე კაცო ღმერთს ვართ და ჩქარებო და მაგით ვარც მე არ ჩქარობო. ის არა ქვია. აი სადაც ხალხი მოდის ყოველ დღიურად ათასობით ტურისტი ფულს იხდის რომ ნახოს ეს კულტურის ძეგლი. თქვენ ცით მისი ისტორია აი კუთხეზე რომ არის დამავიწყდა. არა, მე ვიცი რაც მომწონს. ხო და მე მგონი 96 წელს დამთავრდა სამსახური. რატო არ იხდიან ფულს? ჩვენთან რატო არ იხდიან ფულს? ხალხი რატო არ მოდის და ხალხი რატო არ იხდის? ფულს რომ ნახოს აი გიდებს დაყავთ ხალხი. აი სადაც იხდიან მაშინ თუ იხდიან რატო ამ კაც პატრონს არ ხვდება წილი ამ გადახდილიდან კაცო ამაზე ვიღაცას ფულს უხდიან და მათვალიერებს ხო და ამ ხალხს რაღაც ზოოპარკის როგორ ზოოპარკში ხალხი გამომწვეული ყავს ამ საკუთრებას ვიღაცას ხაიღებს ამაზე იტალიური ეზო. სფერო გაუდიდება. იტალიური ეზო. ამავიწყდა იმ სახლის სახელი, ახლა უბრალოდ სხვა რაღაცას ვფიქრობდი და გამახსენდება შეიძლება გითხრათ ამ საუბრის პარალელში. თუ არ ვწები 96 წელს დასრულდა სასამართლო რომ დემონტაჟზე იყო გამოტანილი შენობა და მოიგეს რომ არ უნდა დაინგრია. აი გაუდისაც ესე რა დაჭდა იმ მოგება. ბარსელონაში მოდის მე ახლა არ მახსოვს სულად იმას რომ გვასახლებს და გვარებს რომელიღაც არქიტექტურმა ხო მოიგონა მან რომ სახლებს კუთხეები ჩამოაჭრა რა და ყველა გზადვარედინი პატარა მოედანებით გამოდის. უბრალოდ იმიტომ რომ სახლებს აქვს კუთხე ჩამოჭრილი ეს რაღაც რეგულაცია მიიღო თუ წინადადება შემოიტანა რომ ყველა სახლს უნდა ქონდეს კუთხე ჩამოჭრილი. არ შეიძლება მართი კუთხე რო ქონდეს და ყველა გზადვარედინი არის პატარა მოედანი. აი გენგეგმა ძალიან უნიკალურია მაგათში. და ფაშეს გუელიო არ ყოფილიყო სპონსორი გაუდი არის არსებები. რა თქმა უნდა. ეხლა რო იძახის მთავრობა ქალაქში მე გამოვისყიდი საბაზრო ღირებულებით 100%. ეხლა ვკითხულობ, საიდან გინდება საბაზრო ღირებულება? შენ თუ აქ იძახო რა ფედერალ შენდებო, რა სიკვდილის ღირებულება აქ იმას. ხო, მეორე ხო მიწის ღირებულება ხო მანდიდან გამოდის ბატონო რისი აშენება შეიძლება ესე თვითონ სამტანცვეთ სამპაიოთ რა მე დავადგენ ეხლა აქ რა შეიძლება აშენდეს და იქიდან გამოშე საბაზრო ღირებულება და გამო პატარა იმიტომ რომ იქნება კოეფიციენტი 0 და 8 ნაცვლად 2 და 1-ისა დამთავრებულია არა მე ზუსტად ვიცი რომ არსებული შენარჩუნება გინდა ხრუშჩოვკების ნაწილში ანუ ძველ ქალაქთან დაკავშირებით ახალ შედარებით ახალ უბნებთან დაკავშირებით და ძველ ქალაქთან დაკავშირებით აი ხალხის აი ამ კატასტროფაში ცხოვრება ეს არ შეიძლება ეს გაგრძელდეს 50 წელი თუ გავიდა ხრუშჩოვკას ძეგლი გახდება მან დავიღუპები უნდა ვიჩქარო ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ რაღაცნაირად მართლა გადასახედი გვაქვს და ჩამოსაყალიბებელი გვაქვს ხედვა რას ვშვებით ქალაქის ჩვენ ესე უყურებთ რომ მე ხრუშჩოვკას დაანგრე უფრო დიდი უნდა აშენო უფრო დიდი ბარამწესიერად აშენეთ სათავჯენი იყოს და ყველა ხრუშჩოვკას შეასახლე შეგნი და რეკრეაცია შეუქმენი მაგრამ იგივეს ვერ ვამბობ ქალაქის ცენტრალურ უბნებზე ხო აქ ჩვენ ვერ ვიტყვით იმას რომ მოდი ქალაქის ცენტრალურ უბნებში დავანგრიოთ ინტენსივობა გავზარდოთ და ახლა ხო ინტენსივობა ეს არ არის პასუხი ამაზე მე მესმის მაგრამ ასევე ვერ იქნება პასუხი ის რომ მოდი ამ ხალხმა გააგრძელოს ბარაკებში ცხოვრება ესეც ვერ იქნება უნდა მაშინ ეს ამ ხალხს უნდა მიცეს საშუალება რომ გამოიწყიდოს მართლა ის ქონება რაღაც ისეთ არა არ მინდა მე ჩემი ფული მაგაში ხარჯებოდეს რომ უზრახონებას ყიდულობდეს მთავრობა თაწმინდაზე მე რა შვება ისევ იგივე ნაგავი უნდა დატოვოს გამოისყიდა მე უნდა გაარემონტოს რეკონსტრუქცია გაუკეთოს და რა რანაირი რეკონსტრუქცია გაუკეთოს იქნება ამ კაცს მიეცინება და ეს კაცი აკეთებს თავის სახლის რეკონსტრუქციას არა თქვენ საინტერესო რამე თქვით რომ 50 წელი რო გავა ხრუშჩოვკაც იქცევო ისტორიულ ძეგლთან გამოდის რომ უბრალოდ უმრავლესობა ამ შენობების იმიტომ არის ისტორიული ძეგლი რომ უბრალოდ წლოვანი აი გარი გამოსაფილტრი სინამდვილეში დარჩება რაღაც ამ შენობის 100%-ზე ნაკლები დარჩება რომელიც იქნება ძეგლი და ადრე იყო ეგეთი ძეგლის ნიშნის მქონე და იყო კიდე ფონური ნაგებობა ეგეთი რომ ეს ფონს უქმნის ამ ძეგლს ხო და ეგ არის პირველი გასაკეთებელი რომ ეს არ რაღაც 10% იქნება 10% დარჩება დანარჩენი არ ვიცით რამდენი პროცენტი დარჩება მაგრამ ის მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდე მისაღებია იმიტომ რომ მე არ მაკმაყოფილებს არც ერთი პასუხი ჯერაც არსებობს მაგალითად დამაკმაყოფილებელი პასუხი თითქმის არ არსებობს იმიტომ რომ აქ არის ორი გზა ან ამას ვინარჩუნებთ ან ამას
აი ამის გაკეთება შეგიძლია? ამას გაკეთებს ტანკი ბოლოს. არა, უყურება უნდა გავგოთ რას ვინარჩუნებ. არა, რაღაცა უთხრათ ამ ადამიანს, რომ აი ეს შეგიძლია გააკეთოს, თუნდაც გაალამაზო, აი ესეთ იმაზე მოიყვანო. აი რა ვიცი, რაღაცა. ვინარჩუნებ თუ არ ვინარჩუნებ? შენ ხო გესმენთ რას ვინარჩუნებ? თუ მართლა ძეგლია შევინარჩუნო და თუ უბრალოდ 50 წლის რაღაც შენობაა და მაგიტო ვინარჩუნებთ, რა აზრი აქვს მაგის შენარჩუნება? მე ახლა არ მინდა, ანუ მე მაგაზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ახლა შეიძლება ხელოვნებაცოდნები მოვარდე და დამპუტოთ, მაგრამ აქ როგორი რაღაცა უყურეთ 90% ის სახლები, რომლებიც კარგია და ძეგლის მართლა რაღაცას წარმოადგენს, ხო, ღირებულს. ეს იყო ერთი ადამიანის საცხოვრებელი, არასდროს არ ყოფილა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ეს იყო შეძლებული კაცის საცხოვრებელი, მათ ჭერებით განსხვავდება სართულებზე, მე სადაც ცხოვრობ სოლოქში მაგალითად პირველ სართულში შედარებით დაბალი ჭერი აქვს, მეორე სადაც მე პატრონად ცხოვრობ, უფრო მაღალი ჭერი აქვს, მესამე დააშენეს ომის დროს ჩეკისტებმა და ავარიული გახადა ეს სახლი, ხო და იყო სულ ორი სართული, ყველა და ეს სახლები ესე იყო, აიღებდნენ ამ სახლის გეგმას და დეფინიციების მიხედვით და პრივილეგიების მიხედვით აი ესა სახლის ფართობი და პირდაპირ გაყოფდნენ აი და აი. და აი აქ პატარა კორიდორს გაუკეთებდნენ და აქ შენახარ, აქ შენხარ, აქ შენხარ, აქ შენხარ, აქ შენხარ. აქ არც საპირისპიროში ქონდა, ესენი ყველა ხის გადახურვით არის ეს კომუნიკაციები, ნუ კოშმარულ მდგომარეობაში საუბარი არ არის და ეს კედლები მაგალითად ის ჩვენ თავზე დაშენებულ ოთახს რომ სახლში რომელსაც ხის კოჭები აქვს, ზემოდან ტიხრის კედელია, თქვა 30-იანი ბეტონის ბლოკით გაკეთებული კომუნისტების დროინდელი ამიმადა იქ დადიან ზანზარებს თელი ჭერი. ხო, ნუ ეს ესეა რა. ანუ ეს არის საბჭოთა მიდგომა იყო ასეთი და აქედან გამომდინარე ესეთი შენობა იმის გარდა რომ საფრთხის შემცველიც არის თვითონ რა და 80% ეგეთ შენობების უკვე ისა. ეს არ იყო გათვალისწინებული ამდენი ხალხის საცხოვრებლად, იყო ერთი ოჯახის. აქ ცხოვრობს ზოგში მე აცტუპნიკები არის ესეთი ისა კიდე და რო გამოდიან ხალხი აღარ თავდება რა ანუ ისეთი რაოდენობის ხალხი ცხოვრობს. და ამას ქვია ძეგლი და ვინა. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ძეგლი არ არის. ხო, ხტები. ეგ არის. ეს ძეგლია, მაგრამ ამ ძეგლში არის მოამრავი ადამიანი, რომელსაც თავის დროზე მიცეს ბინა და ის ადამიანი, ხო? ეხა იმ ადამიანსაც აქვს თავის უფლება, ხო? იქ დაიბადა, გაიზარდა, იქ ცხოვრობს, ეხლა არ უნდა დანულაში გადასახლება რა, იმის გამო რომ ისა, მაგრამ კაი ცხოვრება უნდა, კაი სახლი უნდა და ისტორიული იმის გამო მარტო თბილისი არ არის ამ პრობლემაში, ეხა ეს ცენტრალურ უბნებში რა. თორე ეხა თუ ეს აბა ეს საბჭოთა ხელისუფლება არ მოსულიყო და ეს ძეგლ შენობა თქვა ერთი ოჯახის საკუთრებაში დარჩენილი იყო. მაშინ ხო ეს პრობლემა არის. აქ იქნებოდა იმ სახლში ცხოვრებდა ისე რომ ხუშოკები არ იარსებებდა. ხუშოკები ხო გითხარი, აი მე კიდე იმას ვარ. მეტროს გამო 90% ის ინტენსივობის მოსამართებლად რომ მილიონამდე აიყვანათ საქართველოს, მამან გამოიწვია და ხრუშოვს ძალიან არ უყვარდა საქართველოს, ცნობილი ფაქტია და მით უმეტეს დიდად არ გამოყოფდა ახლა ისედაც სტალინური პერიოდის ეს მაღალჭერიანი იმების ისედაც შეაჩერა და ნამდვილად გულზე არ ეხატებოდა რომ საქართველოს დამატებითი ფინანსირება გამოიყვანა და აქაც ქართველები კორუფციული ბანჯგვლიანი ხელებით ელოდებოდნენ იქიდან რაღაც იმის გამოცანცვლას რა და ახლა დიდი კუში წესრიგი იყო მოწყობილი ზოგადად. იქ იყო ყველაფერი იყო დალაგებული ხუთიანზე და შესაბამისად ახლა იქ აშენდებოდა იქ მაღალჭერიანი თუ დაბალჭერიანი ადამიანი ელოდებოდა ოჯახები ელოდებოდნენ 15-17 წელი ბინას. არა, იმათ ვერ გააკრიტიკებ კაცო. ხო, ის ადამიანი იმას თუ ხარელის პროექტში მიცემდნენ, თუ ხრუშოვკაში მიცემდნენ, თუ სად მიცემდნენ, უკვე რომ ბინა ექნებოდა და უკაცრავად ის რა ქვია, ჭერი ექნებოდა. ჭიქით არ გადაივლებდა თავს რაღაც იმაში, ჩეჩმაში, ხო? უკვე მაყოფილი იყო ის ადამიანი, ბუნებრივია რა. უბრალოდ კომუნისტების ესე გაკრიტიკებას რატო არ მინდა ისიც რომ ეხა რეალურად არ მტკნარი ისტორიის ხრით რომ მეორე მსოფლიო არა, მეორე მსოფლიო ომის მერე ანუ სახელმწიფო ნელა-ნელა განვითარდა. ჩვენ ძალიან ჩამორჩენილი იყო რა საქართველოს მანამდე რა. ძალიან რა, ანუ მეფის უსეთმა დააქცია პრინციპში და მანამდეც არ იყო ესა გამწყინებული, მაგრამ თუმცა თუ რამე ნორმალური ნაგებობაა თბილისში, მაინც იმ დროინდელი აშენებულია. მაგ დროინდელი აშენებულია დიახ. მაგდაქცეული პერიოდის. თორე კომუნისტებს კარგი არაფერი არ აშენებიათ. კომუნისტების დროსაც აშენდა როგორ არა, კარგი რაღაცები ბევრია. საცხოვრებლელი სახლები კარგი არ აშენებულა კომუნისტების დროს. შეიძლება რამე ნაგებობა აშენდა კონკრეტული ინჟინერული გადაწყვეტა, ჭკვიანური ასე რა. საცხოვრებელი სახლი კომუნისტების დროს იკრძალებოდა უბრალოდ. კომუნისტების თავარი იყო იდეოლოგია, იმეილის სიტყვაზე, ხო, შუსევის პროექტია.
ცირკი აშენდა, სანახაობა და ასე შემდეგ. სახელმწიფო ინსტრუმენტები აშენდა. საქართველოს ბანკის შენობა. მოგე ჩვენ გვინდა რომ მაინც რაღაცნაირად ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული. ჩვენ ყველაფერი გვესმის, მესმის თქვენი ჰუმანიზმი. მაგრამ გვინდა რომ რა ვიცი ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს, აი ცხოვრობს ძალიან შეზღუდული აქვს დრო და გვინდა რომ რაღაცნაირად ისე ვიფიქრო და ისე მოვმართოთ ჭკუა რომ ხე არ ჯობდეს ადამიანს, ძაღლი არ ჯობდეს ადამიანს, რაღაც შენობა არ ჯობდეს ადამიანს. გვინდა რომ ადამიანი იყოს პირველ ადგილას და ვიფიქროთ იმაზე ეს ადამიანების ყოფა როგორ გავაუმჯობესებდა. რო დავბრუნდე ახლა ხრუშოვკების თემას, რაღაცნაირად მინდა გთხოვო, ან ერთად რაღაცა აი წარმოვიდგინოთ, შენც გამოგიგზავნე მე ერთი კვარტალის ვარიანტი, გთხოვო რომ რაღაცა წარმომადგენინო, რამდენი შეგვიძლია ჩვენ ისეთი ფართის, ისეთი სართულიანობის იქ შეთავაზება მაცხოვრებლებისთვის, რომ ეს იყოს ეკონომიკურად ეფექტიანი, არც გავცდეთ აი იმ დღეს ცოტა ვიცინეთ კიდევაც რეგულაცია რო შეიძლება 2 მილიონი კვადრატი არ შეնում, მაგრამ ცხადია რომ სხვა პრობლემები აქვს, მაგრამ აი ესო ციფრებამდე დავიყვანოთ, რომ აი მოვხაზოთ კვარტალი, 20 ჰექტარი ტერიტორია, გამიგე და აი 40 კორპუსის ნაცვლად ვაკეთებთ რაღაცას, ვაკეთებთ რეკრეაციას, ვაგანიერებთ ქუჩებს და რას ვღებულობთ, რომ ეს არ იყოს ასე ვთქვათ, მე მინდა რომ შენ დაამიწო არქიტექტურული თვალსაზრისით, რომ აი ვთქვათ ეს სართულიანობა ოპტიმალური, ამით ჩვენ არსებულ განაშენიანების რეგულაციასაც თუ გინდა ნუ დავარღვევთ და 3 და 5-ზე გავჩერდეთ, არ წავიდეთ, უბრალოდ სიმაღლე ავითვისოთ და მოშენება ისეთი შევქნათ, რომ პარკინგები, ხო, აი ერთი კვარტალია, 20 ჰექტარია, მე სხვათა შორის აი ვარკეთეში გავაკეთებინე მაშინ გოგი სულაბერიძეს ეგეთი მაგით, მაგრამ ნუ რაღაც მინდა რომ აი მაინც წაითამაშოთ ციფრებს. მე ხარ გეუბნები ფუნდამენტურ რაღაც, მაგრამ აი რაღაც მე ჩვენ რაღაც ხელოვნურ ინტელექტს, ან ჩვენ თვითონ რაღაც ვიზუალიზაციას გავუკეთებთ. ამას რა შეიძლება მივიღოთ იმის სანაცვლოდ, რაც დღეს გვაქვს, რომ რაღაცნაირად იმ ადამიანებსაც, აი იქ მაცხოვრებელსაც გაუჩნდეთ, რომ ჩვენ კაცო რაღაცას კი არ ვართმევთ. პირიქით მეტის მიცემა გვინდა. ეს ისე უნდა ვქნათ, რომ საქმეც გამოვიდეს, ეკონომიკურად ინვესტორისაც საინტერესო იყოს, მაცხოვრებლებსაც საინტერესო და შიშები არ იყოს, რომ ვაიმე დედა რა ხდება, გვანგრევენ და უბედურობა გჭირს რა. ადამიანურად დავამიწოთ ეს სამა. პირველი მოთელვა გამოგვივიდა. კი, თემას პრინციპი შევეხედე რა, ცოტა ტრანსპორტზე ზეგლთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობამდე. ბატონ დაგვიდასტურა ეს. რომ მეტრო არის ნომერ პირველი ქალაქში ეგ მეც ვერ ხვდები როგორ უნდა გამტვირთ წარმოუდგენელი. არა, საერთოდ მიღებულია რომ ყველაზე ისე პოსტუბრად ზვირია რა. აი კილომეტრი, აი უყურებთ და კილომეტრი ზდება ამოვწერთ მე და იაგო სადაც 100 მილიონი და 200 მილიონი დოლარამდე. ნუ საერთაშორისო სტანდარტებით რა. ეხლა თუ მიწიზე და ჩდება კიდევ უფრო მცირდება ხო რაღაც. მაგათ რუსთავში რადგან თხარო მიწა როცა მეტრო შეგიდა გაიყვანო მიწიზე და ხო დიდუბეში იმაში. მაგრამ დიღომში როგორ შეიძლება დიღომში გაიყვანო მიწისზე და როცა აი მთლიანად ინფრასტრუქტურას დედას უყირებ დიღომში რომ მივხვიდე ტრამვაით წარმოუდგენელი რაღაც ხო და აი უყურე 100 მილიონი დოლარი 100 მილიონი დოლარი 300 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამებში მერია ხარჯავს 600 მილიონ ლარს გისმის 600 მილიონ ლარს რა ვიცი და თან სიამა მაგის სხვა ჯანდაცვა რაღაც იმათ უნდა მიცე ექსპლუატაციას ვინც გათხრის არსებობს აი ეს 100 მილიონი ექსპლუატაციაშიც რამდენიმე წელი ექნება ყოველ წელი ძვირი იქნება ცოტა მაგრამ არა არის მაგის ფული კაცო გამოყოთ ეს ხო არის 100 მილიონი დოლარი არის 270 მილიონი ლარი რაღაცებზე თქვა თუ არის და ყოველ წელიწადს თითო კილომეტრი გავიყვანოთ ანუ მე არ მოვკიდებდი ხელს მაგ ბუღალტერიას მე უბრალოდ ამაზე სხვა გადაცემაში არაურიოთ ყველაფერი თემები ერთმანეთს მაგრამ ჩაბარებდი კომპანიას რომელიც მის ექსპლუატაციასაც მიხედავდა ბიზნესი ყველაფერი უნდა იყოს ბიზნესი. ცოტა ძვირი დაждდება. მეტრო ცოტა ძვირიანი სიამონებაა და შეიძლება კომპანია სახელმწიფო დოტაციაზე უნდა იყოს ცოტა. ნუ ეს სხვა დისკუსია ჭირდება. ყოველ შემთხვევაში დღეს დისკუსია მეტროს მშენებელს მეტროს წამგებიანობა შეიძლება დაუკომპენსირო იმით რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას ობიექტებს გააკეთებს და იქ შოვის ფულს. თქვენ რომ ბრძანებთ რომ 100 მილიონი დოლარი ძლება 1 კილომეტრი მეტრო რა. უკვე იმ შევარდნაძის პერიოდიდან ის პერიოდია გასული რომ ერთი წელიწადში რომ 1 კილომეტრი ფული გამოყოფილიყო უკვე 20 კილომეტრი მეტრო იარსებებდა რა. სულ არ შეეტყობოდა ანუ დიტვით. არ შეეტყობოდა. ხო. იგივე
რაღაცა თბილისის მოსახლეობას გადასახადებზე 10 თეთრი რო დაამატებინოთ თვეში ან რაღაც პროდუქტს და ის მიმართო მეტროში და აწავიდე ჯიბეში ან თავრობის ხარჯები შეამციროთ თეთრით. აი უნივერსიტეტის ქუჩა, ხო უნივერსიტეტის მეტრო, ხო ბოლო მეტროს ადგილი, ნუ ხა პრინციპში დამთავრდა თუ ის გაჭრილი იყო, გვირავი გაკეთებული იყო. ხო, იქ არაფერი არ მოპირკეთდა, მოდი ესე ვთქვა, რაღაცები გაკეთდა, მოპირკეთდა. თუ იქით მიდიხარ და ჯიქიას ანვითარებ მერე და რა ვიცი, იმ ხელა დასახლებას ფაქტიურად ერთი გაჩერება რა პრობლემა იყო, რომ გაითვალისწინებინათ, კაცო, კორპუსები რო დაიცადე. მოდი ეს მეტროს დაუტოვოთ არხი რა, რომ მეტროთი მივიდეთ, მერე იქ ბოლოში რო ააშენე სასაფლაოებთან, ან აპეტროებში რო გადადიხარ, რაღაცა დატოვე, რომ მიხვიდე იქამდე, ხო? თან მეტროში უნდა იყოს უფრო ხშირად გაჩერებები, ვიდრე ჩვენ აგვაქვს. ჩვენ ძალიან ხოდაშორის მაგარი თემა საბაგიროების განვითარება. ჩვენიერი. ძალიან მაგარი. ჩვენ რელიეფზე ძალიან კარგია. აი სასწაული მოგვიხდება, ხო? ხო, ანუ ხდება იაფიც არის აი ისევ და ისევ მიდის მონიტორინგზე ეგა რა. ანუ უყურე როგორ არის ამას სჭირდება ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, ან კერძო სტრუქტურა. ექსპლუატაციაზე იძახი. ექსპლუატაცია, ხო, ეს არის, ანუ რაც უფრო ტექნოლოგიაზე მიდიხარ, გჭირდება მეტი ყურადღება. ყველაფერს. დიდი მადლობა ბატონო პალატა. თქვენც ასევე მადლობა. სასიამოვნო იყო. სასიამოვნო იყო და რა ვიცი, პირველი დავარქვათ მოთელვითი, კომპეტენტური აზრის გათვალისწინებით, ჯელობა იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. კარგად ზამდებოდეთ. კარგად.